მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქრისტე აღდგა, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად დაგიბრუნდით საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში გადაცემით პასუხობს მოძღვარი, რომლის წამყვანიც გახლავართ მე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრისღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გიპასუხებთ და რომელიც გახლავთ ვაზის უბანში მდებარე წმინდა 9 ყრმა ყოვლაილის სახელობის ტაძრის დამსახური დეკანოზი თომა ცესხლაძე. მოგესალმებით თომა. გამარჯობა, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მაყურებელი გვყავს ეთერში და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ დასვით კითხვა. კითხვა მაქვს შეიძლება. აი ამბობენ რომ სულთაობის დღესო ყოველი სული ჩამოდის თავის საფლავზე ნაცნობების თავის ავტობლების განახალათო. რამდენად მართალია ეს თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გვესაუბროთ. ესა მეორე შეკითხვა ასეთი მაქვს. აი დაწევლითო არ შეიძლება რომ ადამიანმა დაიწროს, მაგრამ აი ქვეყნის მტერი ან ჯადობაზი რომ დაწევლოს ადამიანმა რა იწრება სოდვას. ეს ორი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. მადლობ ზარისთვის, გაიხარეთ. ქრისტე აღდგა, მეგობრებო. მოგესალმებით ყველას და სარგებლობ შესაძლებლობით და მთელ საქართველოს ყველა ჩვენს მაყურებელს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ახლა რაც შეეხება პატრიცემული ქალბატონის კითხვას, ესე უნდა გავცეთ ალბათ პასუხი. პირველი სულთაობის დღეს ალბათ მიცვალებულთა ხსენებას გულისხმობს სულთმოფენობამდე რომ უпростоრად ახლა აღდგომის მერე რო იყო ალბათ ამას გულისხმობს. თუ სულთმოფენობის წინა არ ვიცი რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, ეგეთი ამბავი ნამდვილად არ ხდება, რომ რომელიმე სულები ან ჩამოდიოდნენ, ამოდიოდნენ თავიანთი ახლობლების სანახავად. ესე ნამდვილად არ ხდება, მოკლედ ესე უპასუხოთ ამ ამბავს. რაც შეეხება მეორე საკითხს, წყევლა ნამდვილად არ არის ქრისტიანული მდგომარეობა. პირიქით ჩვენ უნდა დავლოცოთ. ჩვენი მტრებიც უნდა დავლოცოთ და თუ ვინმე ფიქრობთ რომ დასაწყევლია, ისიც კი უნდა დავლოცოთ. წყევლით რა შედეგს მივიღებთ? თუ დავწყევლით, უფრო ცუდი არ გახდება? უფრო ბოროტისკენ არ გადადგამს ის ადამიანი ნაბიჯს? უფრო გაბოროტებული არ გახდება და უფრო მეტად ეშმაკს დაქვემდებარებული არ გახდება? მარტივი ლოგიკით რო შევხედოთ. არ ჯობია დავლოცოთ და ღმერთს შევავედროთ ის ადამიანი და ვთხოვოთ უფალს რომ უფალო, დღეს რომ ასე იქცევა, გეხვეწები, დაეხმარე, გზა გაუნათე, სწორ გზაზე ატარე. ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ეს სტრატეგია უფრო ჯანსაღია რომ მტერი მოყარედ იქციო, ვიდრე ის რომ მტერი უფრო მეტ მტრად იქციო. რა თქმა უნდა. ჯობია ჩვენ სიყვარული და მადლით მიუდგეთ ნებისმიერ იმ პირს, ვისზეც დღეს ვფიქრობთ რომ მე არავის არ ვფიქრობ პირადად, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს რომ ვინმე დასაწყევლია, ეგაა შეცდომა. არ შეიძლება. თუ საღვთო სამართალს მივანდობთ ადამიანს, მივანდობთ. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ადამიანები ვწყევლოთ. არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა. უფლებაზე საერთოდ არ აქვს ლაპარაკი. არ არის ჯანსაღი, ქრისტეს სულის მდგომარეობა არ არის. გაიხსენეთ სახარებიდან, როდესაც მოციქულები ზებედეზენი მიდიან ქრისტესთან და ეუბნებიან უფალს, რომ უფალო, მოგვეცი საშუალება, მოგვეცი უფლება, რომ აი აქ მოვიწვიოთ ესე ვთქვათ, მრისხანება ამ ხალხზე, კონკრეტულ ხალხზე, როცა იყოს საუბარი. ასე ეუბნება ქრისტე. არ დაგავიწყდეთ ვისი სულის ხართ თქვენ. თუ ჩვენ წარმართების მსგავსად და არაჯანსაღი ცნობიერების მქონე ადამიანების მსგავსად დავიწყებთ სხვის წყევლას თუ სხვის დაჟეზე ფიქრს და სხვისი მდგომარეობის დაკნინებაზე ფიქრს, რა ქრისტიანები ვართ მაშინ? უნდა ვილოცოთ მათთვის. გაიხსენეთ ქრისტე როგორ ამბობს, წარმართები ესე არ ცხოვრებენო, კეთილს მხოლოდ მათ კეთილის მყოფელებს უკეთებენო და თქვენ ასენო იქნებითო. დალოცეთ თქვენი მტრებიც კიო, ქრისტე ამას გვასწავლის. წმინდა წერილის და საღვთო სწავლება ასეთია და მე პირადად ისევ იგივე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ესეც ვფიქრობ და ესეც არის სინამდვილეში. სხვანაირ პასუხს ვერ გავცემ. კეთილი მამაო, Facebook კითხვებზე გადავალ, გიორგი გვწერს, როგორ გადარჩება სხვა რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც არც კი სმენია ქრისტიანობის შესახებ და სხვა რელიგიას მიიჩნევს ჭეშმარიტებად, იმ რელიგიას, რომელიც ასწავლეს. ის ადამიანი განწირულია? ანუ რომ გარდაიცვლება ვერ ცხონდებაო?
თუ ადამიანს ობიექტურად რო შევაფასოთ, სადღაც ისეთ ტერიტორიაზე მოუწია ცხოვრება, სადაც ქრისტეს შესახებ მართლა არაფერი ისმენია, ესეთი ადამიანი როგორც წმინდა წერილი გვასწავლის ბუნებითი რჯულით განიჟება. როგორი ადამიანი იყო, რამდენად გულწრფელი, რამდენად მოსიყვარული, ბუნებითი რჯულით განიჟება. და თუ ადამიანს ქრისტეს შესახებ ერთხელ მაინც სმენია და ქრისტიანობის შესახებ გაუგია და მიზანმიმართულად უარი აქვს ქრისტეზე ნათქვამი და ქრისტიანულ სწავლებაზე უარი აქვს ნათქვამი, ბუნებრივია, როცა გარდაიცვლება, ქრისტესთან ვერ იქნება, იმიტომ რომ ესეთი გზა აირჩია. თუ უარს ამბობს თვითონ ადამიანი ქრისტეზე, ქრისტე მას ზალით ხوار წაიყვანს თავისთან სასუფეველში. სასუფეველი და ცხონება ეს არის ქრისტესთან ყოფობა. ვიღაცა უცხო კი არა, ქრისტიანი როა ადამიანი, აი ქრისტიანი თუნდაც სასულიერო პირი. ავიღოთ, მე ჯვარი მწერია, მაგრამ აი მე რო ვიყო ეგეთი, რომ რო თქვა ჯვარი მწერია, რო თქვა რომ არ მინდა ქრისტესთან. ქრისტე თავისთან ზალით კი არ წამიყვანს. რა თქმა უნდა. ზალით კი არ მაცხონებს ქრისტე. ჩემი ნება უნდა იყოს ღმერთის ნებასთან თანხვედრაში. ღმერთს ნებავს რომ ყველა ცხონდეს. განურჩევლად ერისა, განურჩევლად სქესისა, განურჩევლად ფილოსოფიური თუ რელიგიური წამსისა და შეხედულებისა. მაგრამ ადამიანის ნება და ადამიანის არჩევანი რამდენად დაემთხვევა უფლის აი ამ არჩევანს და ამ ნებას. ეს არის თავი. მე როგორც ქრისტიანი ვცდილობ რომ ჩემი არჩევანი და ჩემი ნება დავამთხვიო საღვთო განგებულებას, საღვთო ნებელობას და საღვთო არჩევანს ჩემი ცხონების საკითხში. თუ კარგად დავამთხვევ, კარგად იქნება ამბავი და თუ ჩემი ვენებით ავწდები და უარს ვიტყვი ცხონებაზე, მე რო ქრისტიანი ვარ, ვერ ცხონდებ ვერ. და ახლა წარმოიდგინეთ, ვინც ქრისტიანი არ არის. ისიც თუ უარს ამბობს საერთოდ ქრისტესთან ყოფნაზე და ქრისტეს წიაღში მყოფობაზე, ყოვლადწმინდა სამების წიაღში ყოფობაზე, როგორ ცხონდება? ძალით ვერ ცხონდება. სამწუხაროდ თუ მოცემულობა ეგეთია. კი ბატონო. მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერია 2301515 და შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე და დასვათ კითხვა. გავაგრძელოთ Facebook კითხვები. მარია მიგწერს, დილა საღამოს ლოცვების შაბათ-კვირას არ უნდა წავიკითხოთ და როგორ უნდა ვილოცოთ შაბათ-კვირას სახლშიო. სავარაუდოდ გულისხმობს, რომ ეს ლოცვას დაესწრება და წირვას ესწრება დაუშვათ, აი წირვის წინ თუ უნდა წაიკითხოს დილის ლოცვები, ან ლოცვის მერე თუ უნდა წაიკითხოს დილად მისვლის ლოცვები, შაბათის ლოცვის მერე. მე ხშირად მithkoms ალბათ ამ ეთერშიც რამოდენიმეჯერ მithkoms, რომ ლოცვა კი არ უნდა წავიკითხოთ, უნდა ვილოცოთ. და როცა ლოცულობ, აი როგორც გელოცინება, რამდენსაც შეძლებდა, როგორც შეძლებ, ისე ილოცე. მე ესეთ პასუხს გავცემ. ლოცვის ტექსტის წაკითხვა არ ნიშნავს, რომ ლოცულობთ. შეიძლება ლოცვის ტექსტს კითხულობდეთ, მაგრამ ამ დროს ჩვენში ლოცვა არ შედგეს საერთოდ. ლოცვა ეს არის პირადი ურთიერთობის ფორმა, ღმერთთან ურთიერთობის ფორმა. და თუ მე უბრალოდ წიგნი მიჭირავს და იმ ტექსტს ვკითხულობ, რაც იქ წერია, შეიძლება ეს ლოცვა საერთოდ არ იყოს, არ შედგეს ლოცვა. მაგრამ იყოს ვარჯიში ლოცვის შექმნისათვის, ვარჯიში ლოცვითი მდგომარეობის მიღწევისათვის. ამიტომ ადამიანი რამდენადაც გულმოდგინედ მიუდგება იმ საკითხს, რომ მას ღმერთთან ურთიერთობა გამოუვიდეს, რამდენადაც შეძლებს, რომ ეს ღვაწლი აიღოს, აი იმდენადვე უნდა ივარჯიშოს. ხო, მარტივია. ასკეტური კანონებიდან ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ყველა მოღვაწემ თავისი საზომი უნდა აღმოაჩინოს და თავისი საზომით უნდა შეეჭიდოს ასკეტურ ღვაწლს. არ შეიძლება დამწყებმა სპორტსმენმა, რომელსაც თქვათ 20 კილოგრამიც არ აქვს კარგად შესწავლილი, როგორ უნდა აწიოს, მიადგეს და 100 კილოგრამიან სიმძიმეზე დაიწყოს ვარჯიში. შეიძლება ამით დაიზიანოს საკუთარი თავი. ანუ ნებისმიერმა მოღვაწემ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ვისაც რაღაცა მიმართულებით განვითარება უნდა აღმოაჩინოს თავის შესაძლებლობები ამ ეტაპზე და დაისახოს მიზნად, რომ აი 1 თვის განმავლობაში, 2 თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში მე კარგი იქნება თუ ამ მიზნს აი ამ ეტაპამდე მივაღწევ. აი ესე თუ შეხედავთ ლოცვით მდგომარეობას, ამ კითხვას სხვანაირად დაინახავთ თქვენ თვითონ და პასუხსაც სხვანაირად დაინახავთ. როცა დაისახავთ მიზნად კონკრეტული მოძღვართან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, სულიერ ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კონკრეტული მიზნების მიღწევას, მერე თქვენ თვითონვე მიხვდებით, როგორ მოიქცეთ შაბათის თუ კვირის შემთხვევაში. როგორი სულიერი მდგომარეობაც გაქვთ, იქიდან გამომდინარე იქნება თქვენთვის ინდივიდუალური პასუხი. ესე ზოგადად ვერ გიპასუხებთ ამაზეც. კი ბატონო. გიორგი გწერს სანამ რელიგიები შეიქმნებოდა, სად მიდიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც თაყვანსცემდნენ უსულო საგნებს, ცხოველებს და ასე შემდეგ. როგორ ცხონდებოდნენ ისინი?
რელიგიები არ შექმნილა, არსებობს მე თუ მეკითხება გიორგი, ამ შემთხვევაში მე ესე უპასუხებდი, რომ ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რელიგია არსებობს სამყაროში. სხვა რელიგია პირადად ჩემთვის არ არსებობს. არსებობს ერთადერთი რელიგია, ესაა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღი, ჩემთვის ასეა და დანარჩენი ყველაფერი არის რელიგიურ ფილოსოფიური სისტემები. მათ შორის შეიძლება სხვა ნებისმიერ რელიგიურ წარმონაქმს შევხედოთ როგორც რელიგიურ სისტემას, ან ფილოსოფიურ წარმონაქმს შევხედოთ როგორც ფილოსოფიურ სისტემას. ეხლა რაც პატივცემულმა კითხვაში გააჟღერა, ეს არის ანიმისტური ეპოქის, ან ტოტემური ეპოქის პერიოდი, როდესაც კაცობრიობის განვითარების რაღაც ეტაპზე კონკრეტულ სოციუმში ჩამოყალიბდა იგივე ცხოველთა თაყვანისცემის კულტი, ანუ უსულოსაგნების თაყვანისცემის კულტი, გააფეტიშეს გარკვეული საგნები და ნივთები და შესძინეს ის თვისებები, რაც სინამდვილეში მას არ ჰქონდა. მოკლედ, ასეა თუ ისეა ახლა რელიგიის ზოგადად როგორც მეცნიერების განვითარების ისტორიაზე ჩვენ ახლა აქ ვერ ვისაუბრებთ, ესე ამაზე მეტად ღრმად, ერთი სიტყვით მარტივად გავცემ პასუხს. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ადამიანის და ევას შექმნიდან მოყოლებული სამყარომ უკვე იცის. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა როგორც რელიგია არის ზუსტად იმ დაკარგული კავშირის აღდგენის გზა, რომელი კავშირიც ადამიანსა და ევას რა კავშირიც ქონდა ღმერთთან და ეს კავშირი რომ დაიკარგა, მოკლედ რომელი კავშირიც იწოდება დაკარგულ კავშირად ადამიანსა და ღმერთს შორის. ანუ ადამიანის და ევას ისტორიიდან მოყოლებული დღემდე, აი ამ წამამდე მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, როგორც რელიგიური სწავლება არსებობს. შესაბამისად, ჩვენი ან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ესე არავის არ შეუქმნია. შეუძლებელია ვინმეს შეექმნა. ეს არის უბრალოდ ჩვენი გადმოსახედიდან გარკვეული ცხოვრებისეული და ისტორიული მომენტები, როდესაც ფორმირდა ან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ან გარკვეული კრების შედეგად რაღაც საკითხი რატიფიცირდა, შეიძლება ასე განვიხილოთ, მაგრამ მართლმადიდებლობა როგორც რელიგია, ერთადერთი და ჭეშმარიტი არსებობს ადამიანსა და ევას ისტორიიდან მოყოლებული დღემდე. ამაზე პასუხი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, მე თუ მეკითხება ვინმე. და დანარჩენი ხა ვინსად მიდიოდა და ვინ როგორ მიდიოდა, მარტივია კანონზომიერება. ძველი აღთქმის მთელს ეპოქაში ქრისტემდეც არსებობდნენ უამრავი წმინდა და მართალი ადამიანები, ვინც ზუსტად იმ მესიას ელოდებოდნენ, რომელი მესიაც ადამიანსა და ევას აღუთქვა თავად უფალმა. გვახსოვს ყველას ეს წინასწარმეტყველებითი სიტყვები, თესლი დედაკაცისა შემოსრავს თავსა გველისასა და აი ეს მოლოდინი, როდის მოვიდოდა მესია, მხსნელი, რომელიც გველის თავს შემოსრავდა, ძალიან ბევრ ქრისტეს განკაცებამდე ცხოვრებ ადამიანის გულში აცოცხლებდა ჭეშმარიტი და ერთი ნამდვილი ღმერთის რწმენას. და შესაბამისად მათი ცხოვრებაც იყო იმგვარი, რომ ისინი მამა აბრაამის წიაღს, რასაც უწოდებთ, აი იმ წიაღში კვიდრობდნენ არა სასუფეველში, მაგრამ არც პირდაპირ ჯოჯოხეთურ ტანჯვაში. შესაბამისად, ვინც ქრისტეს რწმენამდე, ქრისტეს მორწმუნენი იყვნენ, ანუ ელოდებოდნენ ქრისტეს და ამგვარად იყვნენ ქრისტეს მორწმუნეები, აი ეს ადამიანები არ მიდიოდნენ პირდაპირ ტანჯვაში. დანარჩენი ყველა მიდიოდა პირდაპირ ტანჯვაში. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ კაცობრიობას ეს სწავლება დაფარული და სადღაცას მიჩქმალული არ ქონდა. ღია იყო ეს სწავლება. ებრაელი ერი, რომლებიც ერთი ჭეშმარიტი ღმერთის სწავლებას ყველაზე მყარად იცავდნენ და ყველაზე სწორად იცავდნენ ქრისტეს მოსვლამდე, ძალიან აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ძალიან დიდი როლი აქვს მათ შეტანილი კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში. ქონდათ ურთიერთობა ეგვიპტესთან, ქონდათ ურთიერთობა შემდგომში რომაელებთან, ანუ სპარსეთის იმპერიასთან, ანუ ყველა იმ დიდ იმპერიასთან, რომელი იმპერიის გავლენაც ფაქტიურად ფარავდა მთელს იმდროინდელ მსოფლიოს მოსახლეობას. და შესაბამისად, ინფორმაცია ერთი ჭეშმარიტი ნამდვილი ღმერთის შესახებ, მესიის შესახებ, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ, ყველა ერში იყო გავრცელებული. ეხლა საიდან სად, მაგრამ როდესაც იუდეის სამეფო დაიპყრო ნაბუქოდონოსორმა და წაიყვანა ებრაელები, ამ ხალხს ეს ცოდნა არ გაყვა. აბა ის მოგვები ქრისტეს შობის დროს, როდესაც მოდიან სპარსეთიდან ქრისტეს მისაგებებლად, რატომ მოდიან? საიდან იცოდნენ რომ ქრისტე უნდა მოსულიყო? ზუსტად მაგამბიდან იცოდნენ, როდესაც
ერთ-ერთი ვერსია ასეთია. როდესაც ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო ისრაელის ტერიტორია, იუდეის სამეფო და წაიყვანა იქიდან ებრაელები, აი მათი ცოდნა იმპერიამ შეისისხორცა და დარჩა და გადაეცემოდა თაობიდან თაობას და 600 წლის განმავლობაში ფაქტიურად ამ მოლოდინში ცხოვრობდა. მარტივია კანონზომი. ვინც ძველი აღთქმის ეპოქაში მიიღო მოლოდინი ჭეშმარიტი მესიისა და ცხოვრობდა ზნეობრივად, ცხოვრობდა პატიოსნად, ცხოვრობდა ადამიანურად. სიყვარულს ცდილობდა ადამიანისას. ყველა უფალმა თავისი აღდგომის შემდგომ წაიყვანა სათასასუფეველში. და ვინც უარმყოფელი იყო ამ ყველაფრის ეხარად ჩამოთვალეთ, ისინი დარჩნენ ჯოჯოხეთში. კეთილი, მამო, მაყურებელია ესე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დასვით კითხვა. გამარჯობა. ხადლობა. ეს კითხვა სამწუხაროდ არ გვესმის. ამისათა ზრდათა და სულისად ხდიდა. ძალიან ცუდად ისმოდა ეს ბოლო ფორმულა გავიგე, მაგრამ მანამდე რა თქვა ის ვერ გავიგე. ეთერში ხარ? აი როდესაც წარმოვთქვა ფლოშოს და ვაბოს სახელი და მისათა ზრდათა სულისად მისათა თუ წმინდა სულისათა რომელიც მივხვდი რაცა. მადლობა, გაიხარეთ. ორივე ფორმა მიღებულია პატივცემულო, ორივე ფორმა არსობრივად ერთი და იგივეს გამოხატავს და ორივე ფორმა შეგიძლიათ გამოიყენოთ. არანაირი წინააღმდეგობა მან არ არის. ძალიან დიდ მნიშვნელობას მომიანიჭებთ. იცით რამ ხელა დავა ამამა უხანდახან ამაზე, რომ სული წმინდა უნდა ითქვას თუ წმინდა სული უნდა ითქვას და ხო ერთი და იგივეზეა საუბარი ახლა და იესოზე შეგვიძლია იესოს თქვათ, ქრისტეს თქვას და იესო ქრისტეს თქვათ. ფორმულებას როგორ მოახდენ, თავარია რას გულისხმობ ამ ფორმულაში ამ შემთხვევაში ესეთ სიტუაცია. 30 წელი არიან ცოლქმარი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ და არც ხელი აქვთ მოწერილი. რამდენად არიან ისინი ცოდვაში და როგორ უნდა მოიქცნენო? ცოდვაში არიან თუ არ არიან, ეს აქედან როგორ უპასუხო არ ვიცი. როგორ ცხოვრობენ, როგორ ცოლქმრობას უწევენ ერთმანეთს, ესაა უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ხა რაც შეეხება ქორწინების საკითხს, ქორწინების კურთხევა, ჯვრისწერას ასაც ვეძახით, ეს არის უმაღლესი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი კურთხევა ღვთისაგან. აი ხა ეს ჯვარი, მაგალითად, ხო ჯვარია. სანამ მას ვაკურთხებთ საეკლესიო წესით, იგივე ხატია, რაც ეხლა ხატია, იგივე სიმბოლიკაა გამოსახული, ანუ გარეგნულად რო უყურებ იგივე. მაგრამ როდესაც ვაკურთხებთ, მასზე გადმოსული მადლი სული წმინდისა უკვე ამ ჯვარს სხვანაირ ენერგიას აძლევს და სხვანაირად მაცოცხლებელი ძალის მქონე ხდება. იგივე ხატის კურთხევაზე. იგივეა, რო არ ჩამოვთვალოთ, ამდენი ოჯახის კურთხევაზეც იგივე. ანუ ქორწინების კურთხევაზეც იგივე. თუ ადამიანი ცოლი და ქმარია და თუ ადამიანი ცოლქმრობენ და ქრისტიანები არიან, რატომ კითხვა მიჩნდება უბრალოდ, რატომ კარგავთ შანსს მიიღოთ კურთხევა უფლისაგან? მიიღოთ კურთხევა თქვენი ქორწინებისა. ეს კითხვა მაქვს უბრალოდ, გონი ლეგიტიმური კითხვა. მე მოგიწოდებთ რომ თუ გაქვთ მაგის საშუალება და თუ არის ორივესთვის პირველი ქორწინება და თუ სხვა ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი საკითხი არ არსებობს, მიმართოთ ტაძარს და მღვდელმსახური აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში რომ თქვენი ქორწინება იკურთხოს. თუ ამის სურვილი ორივეს გაქვთ. და თუ არ აქვთ ამის სურვილი, ხა ძალით ქორწინებას ვერავის ვერ უკურთხებ. და რამდენად სოდვაში არიან ან არ არიან, იმით განისაზღვრება თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს, როგორ ერთგულად მეუღლეობენ და როგორ ცხოვრობენ, როგორც ცოლქმარი. ეს ამაზეა უმეტესწილად დამოკიდებული. ბუნებრივია ქორწინების კურთხევა ჯობს, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, რა ვიცი, თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყველა ადამიანი, მაგრამ არ როგორ არანაირი. ჩვენ ვერ ჩავერევით. კვლავ მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. საღამშვიდობისა. მოგესალმებით. გამარჯობა. უკაცრავად ისა არც განვიკითხავ და არც განში არ არის, მაგრამ აი როდესაც მრევლი მიდის მამაოსთან და ეუნება დამლოცე მამაო და მამა ეუნება რომ უფალმა ღმერთმა დაგლოცოს, იცით რა არის? იმდენია ზოგ ყველაზე ვერ ვიცი არ გამსი ახლა არავის მე. იმდენად ზოგიერთი ცუდი პიროვნებებია,
და ხო შეიძლება მამაო მუთხრას ღმერთმა დაგლოცოს კეთილი საქმისათვისო. აი ეს მხოლოდ ის უნდა ღმერთმა დაგლოცოს, იმდენ უკმართობას აკეთებენ ზოგიერთები, რომ თქვენ ხო უფლის სახელით საუბრობთ და ღმერთმა რომ დაგლოცოს, შეიძლება იგულისხმება იქ ყველანაირი საქმეში იყოს ის პიროვნება დალოცვები და ხო შეიძლება მამამა უთხრას ღმერთმა დაგლოცოს კეთილი საქმისათვისაც. ხოლო კეთილი საქმისათვის იქნებს დალოცული მრევლი. მაპატიეთ, მადლობა მომისმინეთ. გმადლობთ ზარისთვის. ხო. ესეთი ფორმულები გამიგია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირადად მე თუ ვინმე მეკითხება, მივიჩნევ, რომ ჯობია ადამიანი მაინც დავლოცოთ. ჯობია მაინც დავლოცოთ. თუ ადამიანი მღვდელთან მიდის და უფლის მადლის მიღებას ითხოვს, დალოცვას ითხოვს, ჩვენ უნდა დავლოცოთ. ახლა ესე ხო არ დაუკონკრეტებთ კეთილი საქმისათვის, ამ საქმისთვის, იმ საქმისთვის. თვითონ ლოცვა და დალოცვა უკვე კეთილი საქმეა. და თუ ადამიანი ყოფილა შემთხვევები, მართლა გეუბნებით გულწრფელად, ეხა არ მაქვს სხვა ადამიანების ცხოვრებაზე საუბრის უფლება მეც. მოგიყვებით უბრალოდ ეს პიროვნებების დასახელების გარეშე ამბობს. ჩემთან მოვიდა ერთხელ ერთი ადამიანი, რომელმაც ესე დალოცვა იცხოვა და მე დავლოცე, არაფერი არ მithქვია მეტი. და წავიდა. და დაახლოებით 2 კვირის მერე ჩემი ნომერი გაუგია, არც ვიცნობდი ამ ადამიანს, ტაძარში მისულა ნომერი გაუგია, აღარ ვიყავი მორიგე უკვე კვირაში და მირეკავს და მეუნება რომ მე ეს ადამიანი ვარო, რომ მოვედიო და დალოცვა რო ვითხოვეო და ესე იგი გულში მქონდაო ჩაფიქრებული ცუდი საქმე. და რო დამლოცეთო და აქედან რო წავედიო. ხა ვერ მოვყვები რა მოხდა ზუსტად, როგორ მოხდა, არ მაქვს უფლება. მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცეები, რომ ამ ადამიანმა ეს ცუდი საქმე გადაიფიქრა. ანუ ნახეთ ვიღაცა ალბათ იტყვის რომ აი შე რო გეთქვა კეთილი საქმისთვის დაგლოცოს ეს უფრო მეტად ტრიგერი გახდებოდა ამ ადამიანისთვის იმ ამბავში რომ ეს ცუდი საქმე გადაეფიქრებინა და კაი გაეკეთებინა. შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ პრაქტიკაში პირდაპირ ვამბობ მამაო რაც ხდება. თუ ადამიანი მოდის დალოცვისთვის და ჩვენ მას ვლოცავთ სულიწმიდის მადლი იმხელა ძალა რომ ამ ადამიანს სწორ მიმართულებას მაინც მისცემს. თუ ეს ადამიანი ამ მადლის მიმღები. აი ბოროტ საქმეს არიდებს პირიქით. მიმღები თუ არის და თუ მიმღები არ არის, აი რომ დაუჯდეთ და მარტო ეგ სიტყვა რო უთხრათ რომ კეთილი საქმისთვის დაგლოცოს კი არა 2 საათი რო ველაპარაკოთ, წავა და მაინც გააკეთებს სულს. კი ბატონო. ანუ ადამიანი რამდენად მზად არის მადლის მისაღებად და როგორ იმოქმედებს მადლი მასში ეს საერთოდ სხვა საკითხი. რა თქმა უნდა. ეხლა თუ მოვიდა ადამიანი და მეტყვის მე ან თქვენ მამაო ან ნებისმიერ სასულიერო პირს რომ მამაო აი ამა და ამ ცუდ საქმეს ვაპირებ და ამისთვის დამლოცე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყველა სასულიერო პირები ვინც ვართ დავუჯდებით ადამიანს და აუხსნით რომ საღვთო მადლის მოთხოვნა ცუდი საქმისთვის არ შეიძლება და აუხსნით და დავარიგებთ და მიმართულებას მივცემთ. მაგრამ ასე პრაქტიკაში მე არ შემხედრია რომ ადამიანი მოსული იყოს და ეთქვას რომ მამაო ამ ცოდვის შადენას ვაპირებ და დამლოცე რომ კარგად ჩავიდინო ეს ცოდვაო. ანუ ესეთი პრაქტიკაში მე არ მახსოვს. რაღაცები იყო მსგავსი, მაგრამ ესე პირდაპირ ფორმულით არ მახსოვს. ასე რომ თუ ადამიანი მოდის და ლოცვა კურთხევას ითხოვს ღვთისგან, ღვთის სახელით, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ დავლოცოთ ღმერთის სახელით. ჩვენი სახელით ხო არ ვლოცოთ, ღმერთის სახელით. და დანარჩენი თვითონ იცის მე როგორ მაყურებელია. მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ქრისტიანს გამ. ჭეშმარიტად აღდგა. ბატონო ისა მამა გურა შეკითხვა მაქვს თქვენთან. შეკითხვა მაქვს თქვენთან ასეთი. დიახ, გისმენთ. თქვენ აი ამ საპატრიარქოს ტელევიზიის სარეკლამო რგოლში კითხვას გისვავენ და თქვენ ესეთ რამეს პასუხობთ. ჯოჯოხეთი და 64 იწყება დედამიწაზე. დედამიწაზე ჯოჯოხეთი ვიცი სადაც აი 64 სად არის დედამიწაზე? შეგიძლიათ ეს აგხსნათ? მე სამწუხაროდ არ მახსენდება ესეთი რეკლამა, ჩვენს ეთერში რეკლამა არ გადის საერთოდ და სავარაუდოდ ალბათ გეშლებით სხვა მოძღვარში. მე ესე მგონია. მაგრამ რა ვიცი ამ კითხვაზე რა ვიცი 64 არის ჩვენს გულში პირველ რიგში ჩვენი გულიდან უნდა დავიწყოთ 64 და აქედან დედამიწიდან იწყება 64 და აქედანვე თუ არ დავიწყეთ ისე ვერ ვიხილოთ აი ეს იქნება ჩემი პასუხი ეგრეა მამა გაიხარეთ გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები ესეთი კითხვა არის ესე იგი მარიამი და ზურაბი გვწერენ
თუ არის ცნობილი რა ენაზე საუბრობდა კაცობრიობა, სანამ ენების აღრევა მოხდებოდაო? მარიამს და ზურას უპასუხებ. ცნობილი არ არის ერთნიშნულოვნად. არის სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ მყარი არგუმენტი არც ერთ ვერსიას არ გააჩნია. ყველა არის ჰიპოთეტური, ყველა არის გარკვეულ ჰიპოთეზაზე დაფუძნებული. მყარი არგუმენტი არც ერთ ჰიპოთეზას არ გააჩნია, თორემ რომ გააჩნდეს, ყველას გააგებინებდნენ პირდაპირ მტკიცებულებები რომ მქონდეს. არ არის სამწუხაროდ ცნობილი. კეთილი, ბიბლიაში კოსმოსი თუ არის ნახსენებიო? ნახსენებია. სიტყვა კოსმოსი შეიძლება ასე პირდაპირი ფორმით არ იყოს ნახსენები ორიგინალში, იმიტომ რომ სიტყვა კოსმოსი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სანამ ბერძნულ ენასთან შეხება ექნებოდა ბიბლიას, ბუნებრივია რომ იქ არ იქნებოდა. კოსმოსი ნიშნავს წესრიგს. აი ბიბლიაში სადაც არის სიტყვა წესრიგი, ყველგან არის სიტყვა კოსმოსი, იცოდეთ. ანუ კოსმოსი ღმერთი არის მომწესრიგებელი, ანუ კოსმოსის შემოქმედი უფრო სწორედ. აწესრიგებს რა სამყაროს ქმნის, ესე იგი კოსმოსს. სიტყვა კოსმოსი და წესრიგი ერთი და იგივე სიტყვაა. შესაბამისად, სადაც ბიბლიაში წერია სიტყვა წესრიგი, ყველგან წერია კოსმოსი, თუ თარგმანში გამიხილავთ მას. კი ბატონო, რას ურჩევდით იმ ადამიანს, რომელიც დეპრესიისკენ და სასოწარკვეთილებისკენ მიიდრიკებაო? ხო, ურჩევდი იმას, რომ გაიხაროს ცხოვრებით და უფალთან იურთიერთოს და საკუთარი დანიშნულება უფრო მეტად დაინახოს. ადამიანს არ აქვს მოწყენისთვის დრო, ადამიანს არ დეპრესიისთვის აქვს დრო. ჩვენ პირდაპირ ვამბობ, ვართ ღვთის ხატება და მსგავსება. ღმერთმა თავის შვილებად, თავის ხატა და მსგავსად შექმნა და მოწყენილობა ბოროტის საქმეა. ანუ შეუძლებელია ქრისტიანი ადამიანი იყოს დეპრესიაში. შეუძლებელია ქრისტიანი ადამიანი იყოს მოწყენილობაში. ქრისტიანი არა უბრალოდ სახელდებით რომ აი ქრისტიანია და მორჩა. არსობრივად თუ ადამიანი ქრისტიანობს, თუ ადამიანი არსობრივად ქრისტესთან ყოფნას ცდილობს, თუ ადამიანი არსობრივად წმინდა წერილის, ბიბლიის სწავლებით ცხოვრებას ცდილობს, ის მოწყენილობასა და დეპრესიაში ვერასდროს ვერ აღმოჩნდება. თუმცა მიდრეკილება შეიძლება ყველას გქონდეს, მით უმეტეს ისეთ რთულ ფსიქოემოციურ გარემოში ჩვენ რო ახლა გვიწევს ცხოვრება. და ამ დროს რა უნდა ურჩიოთ ადამიანს? უნდა ურჩიოთ ისევ და ისევ წმინდა წერილთან ურთიერთობა, ქრისტეს ეკლესიასთან ურთიერთობა, აღსარება, ზიარება, გულწრფელი დამოკიდებულება გარშემომყოფებთან და ღმერთთან. და ეს პროცესი აუცილებლად აარიდებს ადამიანს თავს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისაგან და დაიცავს დეპრესიისგანაც და სასოწარკვეთილებისგანაც. კი ბატონო. ვინც ცოცხალი შეხვდება ქრისტეს მეორედ მოსვლისას, ის ადამიანი ფიზიკური სიკვდილით აღარ მოკვდება და პირდაპირ განისჯებაო, თუ მაინც გამოცდის გარდაცვალებას? ზუსტად რა ფორმით და როგორ იქნება ეს არ ვიცით, ვიცით წმინდა წერილში აღწერილი პროცესი, რომ მეყსა შინაწამისასა, ანუ თვალის დახამხამებაში შეიცვლება მისი მდგომარეობა. აი ზუსტად რა ფორმით შეიცვლება და როგორ შეიცვლება, ამაზე არსებობს გარკვეული სწავლებები, მაგრამ ერთმნიშვნელოვანი არც ერთი მათგანი არ არის საბოლოო ჯამში. ფიზიკურ გარდაცვალებას თუ იმას გულისხმობთ, რასაც ჩვენ დღეს უყურებთ ხოლმე, ეგრე ბუნებრივი არ იქნება, იმიტომ რომ მეყსაშინა წამისასა ეგრე ახლა ადამიანი უცბად გარდაიცვალოს და უცბად რაღაც მოხდეს არ იქნება, შეიცვლება ძალიან სწრაფად მისი აი სხეულიც და მისი ბუნებითი მდგომარეობაც. დანარჩენი რა როგორ იქნება დახავთ. ვის მოესწრებით თუ მოესწრებით. რა სიტყოდით მეორე რჯულის 28 თავის კურთხევებზე და რას ნიშნავს არ გადახვიდე არც მარცხნივ და არც მარჯვნივო და არ ემსახურო უცხო ღმერთსო? ხო, ზოგადად მეორე რჯული ძველი აღთქმის ეპოქაა და მასში რაც არის მოცემული უფრო თანამედროვე ცხოვრებაში უფრო ფილოსოფიურად ან კარგ მითითებებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ ახალ აღთქმაში უკვე გვაქვს გარკვეული კანონზომიერებანი და გარკვეული რჯულის სწავლება, რომელიც უპირატესია ჩვენთვის და უმნიშვნელოვანესია. აღთქმა ზოგადად ეს არის პირობა, ხელშეკრულება, მე ეს ბევრჯერ მithქვამს, ნათლობის დროსაც ამას უხსნი ხოლმე მიმქმნელები ვინც არიან და აღთქმა არის ხელშეკრულება ღმერთსა და ადამიანს შორის. ძველი აღთქმა არის ხელშეკრულება ღმერთსა და ადამიანს შორის ძველი და ახალი აღთქმა არის ახალი ხელშეკრულება ღმერთსა და ადამიანებს შორის. შესაბამისად, ახალი აღთქმა, ანუ ახალი ხელშეკრულება, როგორც ახალი დათქმა და პირობა,
უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიდრე ძველი. ძველს თუ დავეყრდნობით, ან ძველიდან რამეს გამოვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ გააზრებისთვის, მაგალითისთვის, სიბრძნისთვის და ასე შემდგომ რო აღარ ჩამოთვალოთ. ხა რაც მან წერია, მაგალითად კონკრეტული სწავლება რაც მოიხმო, როგორ იყო, ნუ გადავუხოთ ნურს მარცხნივ, ნურს მარჯვნივ, არამედ იარეთ სამეუფო საშუალო გზაზე. ეს ძალიან მარტივი ცნებაა, ყველაფერში ესია. სწავლის გზაზეც ესია, ცოლქრობაშიც ესია, მეგობრობაშიც ესია და რელიგიაშიც ბუნებრივია რომ ესია. ზოგჯერ ნამეტანი ინდომებენ ხოლმე ადამიანები და მარჯვნივ აღმოჩნდებიან დაცემულნი, ზოგჯერ საერთოდ უგულებელ ყოფენ ხოლმე და მარცხნივ ხდებიან დაცემულნი. და ჩვენ გვმართებს რომ არც მარჯვნივ გადაუხვიოთ, არც მარცხნივ გადაუხვიოთ, არამედ პირდაპირ სამეუფო გზაზე ვიაროთ და ასე მივახციოთ ღმერთთან. მე კიდე რაღაცას გვეკითხებოდა მაგალითად. და არ ემსახუროთ უცხო ღმერთს. არ ემსახუროთ უცხო ღმერთს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეგ არის ძველი აღთქმის ეპოქა და ძველი აღთქმის ეპოქაში თუ კი რაიმე არსებობდა ზოგადად, დავით იქა მაგიდა, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, მტრობა, წვიმა, მოსავალი, ნაყოფიერება, ყველაფრის ღმერთი არსებობდა. და ეს სიტყვები განკუთვნილია ზუსტად ამ გარემოებიდან გამომდინარე და ნათქვამია მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ მამა პაპისაგან ერთი ღმერთი ვიცით, ადამიდან და ევადან მოყოლებული ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ვიცით და მხოლოდ მაგ ღმერთს უნდა ვემსახუროთ. სხვა ყველა ეგრეთ წოდებული ღმერთი არის უცხო და გაუგებარი ჭეშმარიტებიდან განშორებული და მათ არ ემსახუროთ. პირდაპირ ეგრე უნდა გავიგოთ როგორც წერი. კეთილი ეს მოკლედ გავეცით პასუხი აქ ჩაშლას ვანერად შეიძლება. როგორ შეიძლება ჩამოვცილდეთ ისეთ ადამიანებს ცხოვრებაში, რომლებთან ურთიერთობაზეც ვეჭვობთ, რომ უფლისათვის სათნო არ არის. თან ისე რომ არ ვაწყენინოთ ამ ადამიანს. ჯერ ერთი რო უფლისათვის სათნო რა არის და რა არ არის ესე ადამიანთან ურთიერთობაში ჩამოშორება თუ მასთან ყოფნა ცოტა რთული განსასაზღვრია, ზოგადად რო ამაზე პასუხი გავცეთ. ალბათ პრაქტიკაში წმინდა წერილი გვეუბნება, ნეტარია კაცი ძველი აღთქმის ნაწილია ფსალმუნებიდან, რომელი არა მივიდა გზასა უხთოთასა და შესაკრებელსა ურჯულოთასა არა დაждდა, არამედ ჯულსა უფლისასა არსნება მისი. ხო, ანუ ზოგჯერ მართლა ესე ხდება ხოლმე მამაო ცხოვრებაში, რომ ცუდი გარემო, ცოდვიანი გარემო გულწრფელ ადამიანს რყნის და აფუჭებს. სხვადასხვა მექანიზმით, ზოგჯერ დაცინვით, ზოგჯერ ცოდვაში ბიძგებით, ზოგჯერ იძულებით, ზოგჯერ სხვადასხვა ფორმები რო არ ჩამოთვალოთ. და მართლა ნეტარია ადამიანი, რომლის გარემოც არის ცოდვისაგან განშორებული. მაგრამ ხშირად ისეც მომხდარა წმინდა წერილის ისტორიას თუ დავაკვირდებით, რომ პირიქით შეიძლება ღმერთმა იმ ცუდ გარემოში, ბრჭყალებში ცუდ გარემოში, იმიტომ გახვედროს ადამიანი, რომ აქეთ შენ კი არ გახდე ცოდვის მსახური, არამედ პირიქით ის ადამიანები გააქრისტიანო და იმ ადამიანებს მისცე მაგალითი სწორად ცხოვრებისა. ანუ შეიძლება პირიქით იყოს ცხოვრებაში, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ეს სატელევიზიო ეთერში ამას ბოლომდე პასუხს ვერ გავცემთ. თუ არ ვიცით კონკრეტული შემთხვევა რასთან გვაქვს შეხება. შეიძლება ღმერთმა იმიტომ დაუშვათ ჩემი ურთიერთობა ვიღაცა ცოდვილ ადამიანთან, რომ ჩემი მასთან ურთიერთობით ღმერთმა იმ ადამიანში სიკეთე შეიტანოს. აი წეგან დალოცვაზე რო ვლაპარაკობდით, დაახლოებით ეგ ამბავი. და თუ ეს პროცესი არ მიმდინარეობს და ვაკვირდები მე ჩემ თავს და ვხედავ რომ ნაცვლად იმისა რომ ის ადამიანები უკეთესობისკენ შეიცვალონ ჩემთან ურთიერთობით, მე უფრო და უფრო მეტად მათვე მსგავსები და ცოდვაში ვბაძავ და მე უფრო ცოდვილი ვხდები მათთან ერთად. მაშინ ეგ დაღუპვის გზა იქნება. და ეგ სათნო იქნება ალბათ უფლის თვალში რომ განეშო. როგორც უძღებიშვილი განეშორა იმ ცუდ გარემოს გადასარჩენად დაბრუნდა ისე მამის წიაღში და გადარჩა. ეგ იქნებოდა სათნო. მაგრამ ზოგჯერ პირიქითაა. მართლა ესეა მამაო პრაქტიკაში რო ვაკვირდები, ზოგჯერ გავიხსენოთ იერიქონის დაცემის დროს მეძავი ქალი გადარჩა ახლა ამას თავისი ისტორია აქვს. ერთადერთი არც ცხოველები, არც ფრინველები, არც ნაშიერები ამ ცხოველების, არც ადამიანები, არც მათი შვილები, კედლებიც კი განადგურდა, ერთადერთი იერიქონი და ვინც გადარჩა მეძავი ქალი იყო. ამას რა ლოგიკა აქვს და რა სწავლებაა, ვინც დაინტერესდება და ჩახედავს მამათა განმარტებებს, აღმოაჩენს და საკმაოდ საინტერესო პასაჟი იშლება მან. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რა როგორ და რანაირად ეს ერთმნიშვნელოვნად აქედან ვერ გავცემთ პასუხს. დააკვირდით, აღმოაჩინეთ თქვენი მდგომარეობა, გაანალიზეთ თქვენი მდგომარეობა და მერე მიხვდებით უფრო მეტად რა არის სათნო უფლისთვის. იქ ურთიერთობის შენარჩუნება თუ ურთიერთობის გაწყვეტა. ამაზე მეც ვერ გეტყვით აქედან. კეთილი. და ესეთი კითხვა არის პატრიარქმა ქვეყანაში არეულობისას,
გამოაქვეყნა ლოცვები, რომლებიც ყოველდღე პირველ საათზე უნდა ვიკითხოთ და როდემდე გავაგრძელოთ მათი კითხვაო. სანამ არ დამშვიდდება. ზოგადად კიდევ ერთხელ მოკითხვა არა, ილოცეთ. პატრიარქმა კი არ გამოაქვეყნა ესე პირდაპირ ეს ლოცვითი მოწოდება იყო, როგორც მამის მხრიდან შვილისადმი მოწოდება. აბა რა უნდა ქნას პატრიარქმა, რისკენ უნდა მოგვიწოდოს? უნდა ვილოცოთ. უნდა ვებედროთ ღმერთს, რომ დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და სიყვარული და სითბო მოგცეს და გადაგვარჩინოს ამ რთულ დროებაში და ერთმანეთის სიყვარულში გავძლიერდეთ. უნდა სხვა რა გზა. პატრიარქს ჩვენ ყველანი ძალიან უყვარვართ. იმ დონეზე უყვარვართ ამის წარმოქმნაც ალბათ ძალიან ძნელია. მე რამდენჯერაც ჩვენს უწმიდეს პატრიარქთან შეხება მქონია, არასდროს დამოვიწყდება ის ენერგეტიკა, რაც მისგან მომდინარეობს და რაც პირდაპირ ჩემში როგორც შვილში შემოსულა მისი მხრიდან როგორც მამის მხრიდან. ენით აღუწერელი სითბო და სიყვარული მოდის მისგან. ასე რომ, რასაც უწმიდესი საუბრობს, კარგი იქნება რომ უსმინოთ. კარგი იქნება რომ მოვისმინოთ მისი როგორც ღმერთის კაცის ნათქვამი. კარგი იქნება მოусმინოთ მას როგორც მართლა ჩვენი ერის მამას და უმთავრეს პიროვნებას. სამწუხარო ისაა რომ არ უსმენთ უმეტესწილად. შეიძლება ახლა ჩვენ ერთი რაღაც გარკვეული პროცენტი მოსახლეობისა უსმენთ თორე რა ვიცი. ყველა რო პატრიარქს უსმენდეს რა გვიჭირდა. კარგად იქნებოდა ამბო. კი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ელისო გწერს, ესე იგი, წმინდა პაისის ცხოვრებას კითხულობა და ნახსენებია გერონდაო და რას ნიშნავსო, ანუ გერონდა, მამაო, მოძღვარო, პატივისცემით, სიყვარულით, სითბოთი, ეთნოკულტურული გამოთქმა არის, რომელიც ქრისტიანობაში გავრცელდა და მოფერებითად, პატივისცემითად მოძღვარო მამაოს ნიშნავს, აი ქართულად რო გადმოვიტანოთ. მარტივად. რა განსხვავებაა და თუ არის საერთოდ განსხვავება სასუფეველსა და სამოთხეს შორის? ნუ ესეც საღვთისმეტყველო მსჯელობის საკითხია და ხშირად მსმენია და წამიკითხავს მსჯელობანი განსხვავებებს შორის. ზოგი ამბობს რომ არის განსხვავება, ზოგი ამბობს რომ არ არის განსხვავება. პირველი განსხვავება არის ტერმინოლოგიური, მაგრამ არსობრივად ბოლომდე ახლა აქ ეთერში ვერ გავცემ ისე პასუხს რომ ან ერთი მხარე ან მეორე მხარე მე რაღაცნაირად საუბარში არ შემოუყვეს და მე გეტყვით თავარ რაღაცას თქვენ სასუფეველოს დაუძახებთ თუ სამოთხეს დაუძახებთ უნდა იცოდეთ რომ მთავარი ჩვენი ამოცანა არის ვიყოთ მკვიდრნი ყოვლადწმინდა სამების წიაღისა დავიმკვიდროთ ის ადგილი რომელიც ჩვენთვის გამზადებული მივიდეთ უფალთან ვიაროთ მის გზაზე ვიცხოვროთ იმგვარად რომ ქრისტეს მეგობრები ვიყოთ ქრისტეს შვილები ვიყოთ ქრისტეს დებიდაძმები ვიყოთ და ეს იცით როდის მოხდება მაშინ როცა ჩვენ მის მცნებებს შევასრულებთ და მის ნათქვამს პატივს ვცემთ როდესაც მოყვასაც შევიყვარებთ და როდესაც ღმერთს შევიყვარებთ რაღაც დონეზე ყველას გვიყვარს მამა ღმერთი რაღაც დონეზე ყველას გვიყვარს მოყვასი მაგრამ უფრო იზრდება სიყვარული მაშინ როცა ჩვენ ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს, როდესაც ერთმანეთის გადარჩენის და საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი გამოძრავებს და ღმერთთანაც ურთიერთობთ და ერთმანეთთანაც სიყვარულით ურთიერთობთ. ეს რთული გზა, ადვილი გზა არ არის, მაგრამ ტკბილი გზაა და თავის სიტყვებას ატარებს. ახლა მშობელმა რო შვილის თქვა ღამე გაუთია, აი დედამ რო შვილს ღამე გაუთიოს, თუ ეს საჭირო გახდა, ხო რთულია ერთი შეხედვით და ვიტყვით რომ როგორი ძნელია ახლა დედამ ბავშვს აგერ ღამე გაუთია, ძნელია, მაგრამ ესაა სიყვარულის გზა. ზუსტად მაგით ყალიბდება სიყვარული. თავგანწირებით ყალიბდება სიყვარული. სიყვარული არ არის რომ მე დავждე და აი მიყვარდეთ ხალხო, ვიძახო. ღმერთმა პირველი მოგცა ამის მაგალითი. თავის სიყვარულის მაგალითი მოგცა. ადამიანად მოვიდა და ჯვარს ეცვა და ჩვენთვის შეურაცხყოფა ტკივილი და ყველაფერი ის რაც წმინდა წერილიდან ვიცით იტვირთა იმისთვის რომ ჩვენთვის სასუფეველი გაიხსნა. და ეს იყო მისი მხრიდან სიყვარულის გამოხატულება. სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ზოგჯერ აი ახალგაზრდა შეყვარებულები რო არიან პატარა თავგანწირვასაც ვერ ხედავ ხოლმე მათში და ეს გულს მტკენს სიყვარული არ არის ემოციურ დონეზე ყველაფერი რო კარგადაა და გიხარია ამბავი სიყვარული ზოგჯერ ტკივილია სიყვარული ზოგჯერ თავგანწირვაა სიყვარული ზოგჯერ გულწრფელი მსხვერპლის გაღება და შესაბამისად თუ ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს და საკუთარ თავს ვაიძულებთ, ხშირად იძულებაა საკუთარი თავის საჭირო, რომ გულწრფელი სიყვარული გქონდეს ღმერთისა და მოყვასისა, მე იმას გინდა სამოთხე დაუძახე, გინდა სასუფეველი, გინდა ყოვლადწმინდა სამების წიაღი, აი იქ მივართ და კარგად ვიქნებით. ჩვენს და ჩვენი გარშემომყოფებიც.
ასე რომ ტერმინოლოგიურ დავაში აქ არ ღირს შესვლა, პირდაპირ ამბობ, ის აზრიც არის, ის აზრიც არის, ეხლა ერთ-ერთი პირდაპირ ჩავშალოთ და გამიხილოთ, ეთერი არ იძლევა ამის ფუნქციას და არ ვარ ჩვენ ამ. კეთილი მამაო. გამორძელოთ. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ქრისტე აღდგა მამო. ჭეშმარიტად აღდგა. მამო ესეთი შეკითხვა მაქვს. ერთ-ერთ პატერიკში წერია რომ ერთმა მეუდაბნოემ განიკითხა შემთხვევით საუბრისას მოყვასდი. ხო და შემდეგ როგორც იქირკვევა მოინანია ყველაფერი და თოდა მიეტევა როგორც გამოცხადება ქონდა დაახლოებით 7 წლის შემდეგ. ჩვენ ახლა რომ ვინანიებთ ცოდვებს როგორ მივხვდეთ რომ მოგვეტევა ეს ცოდვები თუ უკვე ჩავთვალოთ რომ მოტივებული ეს ყველა ცოდვები თუ როგორ ამოვიგდოთ აი გულიდან ეს ცოდვა თუ როგორ მოვიგდეთ. მადლობა საინტერესო კითხვა გაიხარა. ჩაზმილი ცოდვა მოგვეტევა თუ როდის მოგვეტევა როგორ მივხვდეთ ამას თუ არის რამე. დიდი მადლობა ზარისთვის გაიხარეთ. უმეტესი მადლობა. პირველ რიგში პატერიკებზე ვთქვათ 2-20 სიტყვა. ესე იგი პატერიკები ეს არის ნაშრომთა კრებულები, სადაც აღწერილია სხვადასხვა პიროვნებების, საეკლესიო მოღვაწე მამების, მეუდაბნოე მამების ცხოვრება და ცხოვრების ეპიზოდები. პატერიკები იყოფა ორ ჯგუფად. ერთი პატერიკები არის დიდაქტიკურ შემაგონებელი, ანუ მასწავლებლის ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის და გვაფიქრებს ხოლმე ხანდახან გარკვეულ საკითხებზე და პატერიკების ესეთი ჯგუფი პირდაპირ ისტორიულ მოვლენებს არ შეიცავს. ანუ როგორც იგავარაკი არსებობს, როგორც ხელოვნება სიტყვის და ინფორმაციის გადაცემისა, ასეთი სტილის პატერიკები ცალკე არსებობს და არსებობს მართლა რეალური ისტორიები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებსა და პიროვნებებს გადახდა. ეგ ამბავი ნამდვილად არ ვიცი, რომელი პატერიკების ნაწილიდან არის, ანუ რეალური ისტორია თუ უბრალოდ ხატრულად შედგენილი პასაჟია დახატული, რომლის მიხედვითაც მკითხველმა გარკვეული დასკვნები უნდა გააკეთოს, ესეთი პატერიკია, არ ვიცი, მაგრამ ასეთი იქნება თუ ისეთი იქნება, ეხლა რასაც ვიტყვი, ორივე შემთხვევაში თანაბარ ზომიერად შეიძლება ამ საკითხს ეხებოდეს. ესე იგი, პირველი მონანიება სიტყვა, რომელიც ახსენეთ პატივცემულო, უნდა გავაანალიზოთ და მივხვდეთ იმას, რომ აღიარება არ ნიშნავს მონანიებას ავტომატურად. მონანიება უფრო მეტად მეტამორფოზაა, ანუ პროცესია, როდესაც ამა თუ იმ ცოდვას ჩვენ შევეშვით და იზიანი, რომელიც ცოდვით მოვიტანეთ ჩვენ ცხოვრებასა თუ სხვა ადამიანის ცხოვრებაში რაღაცნაირად გამოვასწორეთ, ესაა მონანიება და დანარჩენი მანამდე არის აღიარება. თქვენ ახლა წერან საუბარში, როდესაც კითხვა დასვით, ესეთი რაღაც თქვით, რომ ჩვენ რომ მივდივართო ტაძარშიო და ვინანიებთო, ხო, ესეთი ანუ პერიფრაზად ესეთი შინაარსი შეიძლება გავშალოთ. და ეს ხშირად კი არა და უმეტესწილად არის შეცდომა. იმიტომ რომ ჩვენ ტაძარში რომ მივდივართ აღსარებას ვამბობთ, ეს არის აღსარება და არა პირდაპირი გაგებით დასრულებული მონანიება. ეს არის გზა მონანიებისაკენ და არა უკვე არსებული მონანიება. მარტივად რო აუხსნა აი დაუშვათ ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია, ხო? და მივიდა ტაძარში, დადგა აღსარებაზე და უფალს ეუბნება მღვდლის თანდასწრებით აღსარებას და ამბობს, რომ აი უფალო ვწოდე შენს წინაშე ვთქვათ, აი თამბაქოს წევით. ეს კონკრეტული ცოდვა მას შეენდობა, როგორც ფაქტობრივი მოცემულობა, მაგრამ მონანიება ამ ადამიანში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც თვითონვე იტყვის უარს თამბაქოზე და გათავისუფლდება ამ ცოდვისაგან. მაშინ იქნება მონანიება, როგორც ცოცხალი მოქმედება შემდგარი. ანუ ცოდვის პატიება ღმერთის მხრიდან არ ნიშნავს მონანიებას. მონანიება ჩვენი მხრიდან ცოდვის დამოკიდებულებაზე გათავისუფლებას ნიშნავს. აი, სწორად მინდა რომ მსმენელმა გამიგოს. როდესაც ჩვენ აღსარებას ვამბობთ, ეს მონანიება არ არის იმ შემთხვევის გარდა, თუ მართლა ამ აღსარების შემდგომ იმ ცოდვას აღარ ვეხებით. მაშინ კი ბატონო, ჩაითვლება რომ მონანიებულია და გათავისუფლდა ადამიანი ამ ცოდვისგან. მაგრამ სანამ ადამიანი იმ ცოდვაში რჩება, იქამდე ის კონკრეტული ფაქტი ეპატიება, მაგრამ მონანიება დამდგარი არ არის. სხვანაირად და ერთი რამ რომ ემოციაში არასდროს არ აურიოთ მონანიება, ემოცია არ არის, ეს უფრო მეტად კიდე ერთხელ ვამბობ, მეტამორფოზა, ანუ ცვლილება და გარდაქმნა ადამიანის ყოფაცხოვრებისა თუ მსოფლმხედველობისა. კეთილი, ესეთი კითხვა არის, ესე იგი, როგორ უნდა შევატყოთ, რომ ადამიანი დაწყევლილია სხვა ადამიანის მიერო? არ ვიცი, მაგის შეტყობის საშუალებები, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ არსებობს, მე მგონი. ერთი რამეა რა, არავის დაწყევლის არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ჩვენ თავს ჩვენ თვითონვე არ ვიწყევლით უღმერთო ცხოვრების შედეგად. ჩვენ აი პატარიკები ვახსენეთ და რეალური წმინდანების ცხოვრებიდან
ვიცით ესეთი შემთხვევები, როდესაც უამრავ წყევლას და უამრავ ჯადოს უკეთებდნენ ადამიანს და მოქმედი არ იყო და მოქმედი რომ არ იყო, ზუსტად ეგ გახდა მე სხვა ადამიანების გაქრისტიანების წყარო. შესაბამისად, კვიპრიანის ისტორია გაიხსენეთ, მეგობრებო, ხა აქ არ მოყვე და მიხვდებით, რასაც გულისხმობ. შესაბამისად, თუ ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ დაწყევლილები ვართ, ან ვიღაცა წყევლის ან ჯადოს გვიკეთებს, არ უნდა ვინერვიულოთ, უბრალოდ უფალთან უნდა ვიურთიერთოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გულწრფელი აღსარებით და ზიარებით მიღებული მადლი დაგვიცავს. როგორც წერია წმინდა წერილში, დაიბანაკებს ანგელოზი გარემოის მოშიშთა უფლისათა და დაიცავს მათ. ესე ხატოვნად აღწერს ამ პროცესს. ანუ როგორც ჯარი დაბანაკდება ხოლმე, თქვა მეფის გარშემო, რომ მეფე დაცული იყოს, აი ზუსტად ასე დაიბანაკებს ანგელოზი გარემოის მოშიშთა უფლისათა და დაიცავს მათ. ანუ გასაღები რა არის ამ პროცესში? თუ მე ღვთის მოშიში ვიქნები, თუ მე ღმერთი გულწრფელად მეყვარება, მოყვასი გულწრფელად მეყვარება, თუ მე გულწრფელად ვეცდები ჩემსა და ღმერთს შორის არსებული შეთანხმება დავიცვა და მის მცნებებს გავყვე, ანგელოზი დაიბანაკებს ჩემ გარშემო და ვინმე დამწყევლის მერე თუ ჯადოს გამიკეთებს, დაცული ვიქნები ამ პროცესიდან. სხვანაირად ვერ აგიხსნით ესე უცბად და მარტივად. ამოცანა იმაზე ფიქრი კი არა, ვინ წყევლის და ვინ ჯადოს გვიკეთებს. ამოცანა არის ფიქრი იმაზე, როგორ ცხოვრობთ ჩვენ და გვაქვს თუ არა ცოცხალ ღმერთთან, წმინდა წერილთან, ბიბლიასთან ნამდვილი და ცოცხალი ურთიერთობა. კეთილი მამაო, ესეთი კითხვა არის, ქალბატონი გწეს ერთ-ერთი როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც გულის თქმებს ვერ ვაკონტროლებ და ვეღარ ხვდები ჩემია თუ არა. თან საყვარელ ადამიანებზე მაქვს ფიქრები ალბათ. ხო, აგრესიული ფიქრები, ანუ გულში რაღაც სიტყვები მინდება, რომ ეს ჩემს საყვარელ ადამიანზე მეტად გინდა და ცოტა გაურკვევლად წერის ამ საერთო სიტუაცია გასაგებია საბოლოო ჯამში და ჩემო კეთილ ადამიანო, პირველ რიგში გეტყვით, რომ არ შეგეშინდეთ ეს ფიქრები თქვენი არ არის. თქვენ არ ხართ ამ ფიქრების ავტორი და ეცადეთ რომ გულწრფელად იურთიერთოთ. ღმერთთან კიდე ესაა გასაღები, მიბრძანდეთ მოძღვართან და ელაპარაკოთ მას, როგორც სასულიერო პირს, როგორც მამას, გაუხსნათ თქვენი გული და ის აუცილებლად მოგცემთ სწორ მიმართულებას. გამოსავალი მაგ მდგომარეობიდან არსებობს და ხშირად ძალიან მარტივი. აქედან უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყურადღება არ მიაქციოთ ზედმეტად და არ ინერვიულოთ ამ ფიქრების გამო, მიბრძანდით სასულიერო პირთან და პირადად გაესაუბრეთ. დანარჩენი გამოგიჩნდებათ მე ღვთის შეწევნით სწორი გზა. გურამი გწერს, ესე იგი, გვაინტერესებს, იუდა ჩამოხრჩობით მოკვდა თუ გადარჩა და შემდგომ გასივდა და გასკდაო, ესეთი აპოკრიფიც არსებობს, როგორც პირდაპირ გვეუბნება წმინდა წერილში შიშთვილება, ანუ ჩამოიხრჩოდა თავი და გარდაიცვალა. არსებობს ამის სიმბიოზური ვერსიაც, რომ ჩამოიხრჩო თავი და მე ჩამოვარდა და დავარდა და გასკდა, ესე რომ ვთქვათ, უკვე ჩამოუხრჩვალი, რომელიც შესივდა, ბიოლოგიური შესიება განხორციელდა და მე ჩამოვარდა და აი უკვე თავ ჩამოხრჩობილი გვამი. ესე პრინციპში რა ამნიშნულობა მაგას, რას გვეუბნება ხა ეს ჩვენ? დიდად არცვლის სიტუაციას. იუდას პრობლემა ეგ კი არ იყო, ჩემო მეგობრებო, როგორ მოკვდა. იუდას პრობლემა ის იყო, რომ მან იმედი დაკარგა და ღმერთთან ურთიერთობის საშუალება თავისივე თავს შეუზღუდა, თორე იუდას როგორც პეტრე მოციქულმა შეინანა, ისევე რომ შეენანებინა და ღმერთისთვის ეთქვა, რომ ღმერთო, შემიდე, რაც შევწოდე, შემიდე რომ გიღალატე და შემიწყალე და მაპატიეო, იქნებოდა წმინდანი. ჩოვლებრივად. ანუ თუ მოინდომებდა რომ წმინდანი ყოფილიყო, წმინდანი იქნებოდა. იუდას პრობლემა ეგაა, რომ მან უარი თქვა ღმერთთან ურთიერთობაზე და ზურგი აქცია ღმერთს. განა ის 30 ვერცხლად გაყიდა. არამედ ის რომ მიხვდა, რაც გააფუჭა და რაც შეეშალა. მაგის მერე ღმერთთან ურთიერთობაზე თქვა შეგნებულად უარი და იმედი დაიკარგა და იმედი ამოიწურა. აი და ღმერთს ვერ ხედავდა ქრისტეში. ეს იყო კიდე მთავარი პრობლემა. ნახეთ, როცა იუდა მოციქულმა მიხვდა რა გააკეთა მიდის წიგნობრებთან და მღვდელმსახურებთან და მიუბნებს ამ 30 ვერცხლს და ეუბნება, რომ შევწოდეო, რომ კაცი მართალი მოგეცით თქვენ. ანუ მიხვდა, რომ ქრისტე მართალი იყო, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ის ღმერთი იყო. მაინც კაცი მართალი ასე მოიხსენია. ანუ ქრისტეში ღმერთი მაინც ვერ დაინახა. ქრისტეში ღმერთს მართლა ვერ ხედავდა. და პეტრემ, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე და საკმაოდ ისეთ რთულ ფორმაში უარყო, ხო ქრისტე? ქრისტეში ადამიანი კი არ დაინახა მარტო. არამედ ღმერთი დაინახა და რომ შევიდა ჩაბნელებულ ოთახში,
იქ ლოცვა დაიწყო და უფალს თხოვდა პატიებას და თხოვდა შენდობას ამ ცოდვისას. ამ განსხვავება ესა. იუდამ, რომ იესო ქრისტეში ღმერთი ვერ დაინახა, იმიტომ დაემართა რაც დაემართა და ამიტომ დაიღუპა. და პეტრემ რომელმაც იესო ქრისტეში ღმერთი დაინახა, ცხონდა. იგივე არ არის ჯვარცმის შემთხვევაში, ერთი ავაზაკი აქეთ, ერთი ავაზაკი იქეთ, ერთმა ქრისტეში ღმერთი დაინახა და ცხონდა, მეორემ ქრისტეში ღმერთი ვერ დაინახა და ვერ ცხონდა. ეს ამ მაგალითი ჩვენთვის როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა შეცდომაც არ უნდა დაუშვათ ცხოვრებაში, უნდა გვახსოვდეს თვინიერ თვითმკვლელობისა და ერეს იერარქიისა, ბუნებრივი შეცდომები, ამძიმე შეცდომებია და სხვა ადამიანების სულზე პირდაპირ პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს და დაღუპვასაც მათ შორის და თვითმკვლელობა კიდევ ფაქტიურად სინანულის საშუალებას აღარ იძლევა. აი ამ ორი მდგომარეობის გარდა, ანუ სულიწმიდით მობის გარდა, ყველა ცუდა მიეტევება ადამიანს. კი ბატონო. სად არისო ბიბლიაში ნახსენები წესრიგიო? დაგუგლეთ. დაგუგლეთ. ესე იგი, სეპირად არ ვიცი ხო ეგრე სადაა ნახსენები. მე მახსოვს რომ აი კორინთელთან ერთ ეპისტოლეში არის ნახსენები, რომ წესრიგის ღმერთი არის და ხო ნუ იქნება მამო და დაბადებაში თვითონ აი ეს სამყაროს შექმნა არის უდიდესი წესრიგზე აგებული ასე ვთქვა. ეხლა ეს ხუმრობით თქვი რა თქმა უნდა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით რა, ინსტრუმენტი, თქვათ იგივე პლანშეტი, კომპიუტერი, ტელეფონი, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ესეთი კონკრეტული კითხვის საპოვნელად. მე არ მაქვს სამწუხაროდ ისეთი მეხსიერება, რომ ლინკირებაში ვიყო ძლიერი. არ ვარ ლინკირებაში ძლიერი, რაღაცა რომ ითქვა ეს საწერია, სანამ იმას გავიხსენებ, აი ეს კონკრეტული ამბავი საწერია, შეიძლება გავიდეს 2 კვირა. ამიტომ მირჩევნია ავიღო ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება საძიებო პროცესში. ეხლა ადრე მაგალითად წიგნებს უკეთებდნენ სიტყვათა საძიებელს. იყო ესეთი ფუნქცია, იმიტომ რომ არ იყო კომპიუტერები და არ იყო ციფრული ტექნოლოგიით ამ ყველაფრის შექმნის საშუალება. და კონკრეტული სიტყვის მოძებნა, როცა გინდოდა, ამბანურად ეძებდი ამ ამბავს და შემდგომ იქ იყო მითითებული საწერია და როგორ წერია. დღეს ეს ყველაფერი ჩანაცვლებულია უკვე ციფრული ტექნოლოგიებით, გვაქვს იმის საშუალება, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა იტერაციაში ვცადოთ და მოვძებნოთ ესა თუ ის სიტყვა და საკმაოდ ხელსაყრელი და მომგებიანია ეს ინსტრუმენტი და გამოიყენეთ ჩემო მეგობარო, ჩემო კეთილო ადამიანო, ახლა აქედან რომ დავიწყო ეს ფილოსოფიურად და აქ ანახსენები და იქ ანახსენები არ მახსოვს და რა ვქნა ახლა. და აქ ისეთი კითხვები და რომლებიც გუგლში არ იძებნება. გაიხარეთ, გაურძელოთ. უბრალოდ შევურიოთ ჩვენ ეთერს და. კი, ბატონო, ესეთი კითხვა არის, ესე იგი როგორ ვისწავლოთ ღვთისნებით ცხოვრებაო? ღვთისნებით ცხოვრება რო ვისწავლოთ, ჩემო მეგობრებო. აქამდე ღვთისნება რა არის? იმის ძიება უნდა დავიწყოთ. როგორც კი ღვთისნების ძიებას დავიწყებთ, ეს ავტომატურად გვასწავლის ღვთისნებით ცხოვრებას. ავტომატურად. აი ხა მაგალითად ადამიანმა, რომელმაც არ იცოდა, რომ დაუშვათ მრუშობა იყო ღვთისნების საწინააღმდეგო მოცემულობა და გაიგო, რომ თურმე მრუშობა ყოფილა ღვთისნების საწინააღმდეგო. თუ უნდა ღმერთის ნებასთან თანხმობა, უნდა აიძულოს საკუთარი თავი და თქვას, რომ აი ეს ამბავი არის ღვთისნების საწინააღმდეგო და მოდი რა გავეშვები, აღარ მინდა შეხება ამ ცოდვასთან. და უნდა იშრომოს ამ მიმართულებით და უნდა იღვაწოს ამ მიმართულებით და უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და ასე ნაბიჯ ღვთის წყალობითა და მადლით შეძლებს სხვადასხვა ცოდობისაგან გათავისუფლებას. ვინც მოინდომებს ისწავლის, რთული ნამდვილად არა. კი ბატონო. პრობლემა მაშინ დგება, რომ როცა იცის ადამიანმა, რომ რაღაცა ღვთისნების საწინააღმდეგოა და მაინც და მაინც არ იჩენს ინიციატივას ან სურვილს, რომ მოაწესრიგოს ეგ საკითხი და გაეშვას იმ ყველაფერს, რაც ღვთისნების საწინააღმდეგოა. ეგ უფრო დიდი პრობლემაა რეალურად. კი. ესეთი კითხვა არის ქრისტემ ყდრეთით, როდესაც აღდგა მან მართალთა სულების გარდა ყველა იქ მოხვედრილი ადამიანების სულები ამოიყვანაო. მართალთა სულები ამოიყვანა ყველა იქ მოხვედრილი რას ნიშნავს? ანუ სრულად დააცალიერა ჯოჯოხეთი ამას გულისხმობს ალბათ მკითხველი. ნუ ვისაც სურვილი ქონდა, ესეთი სწავლება არსებობს რა. ეხლა ლინკირებაში აქაც რა თქმა უნდა სუსტი ვარ და ვერ გავიხსენებ, მაგრამ მახსოვს ერთ-ერთი წმინდანი ასეთ რაღაცას ამბობს, წმინდა მამა განმარტებელი, როგორც იოანე ნათლისმცემელი იყო წინამორბედი ქრისტესი დედამიწაზე, აქ. ისე ხო 6 თვით ადრე სიკვდილით დასაჯეს იოანე და იოანეც მიუხედავად იმისა, რომ მართალი ადამიანი იყო და მასზე მართალი არ შობილა დედამიწაზე არავინ, ხო მართალი იყო, პირდაპირ სასუფეველში ვერ შევიდა. და სასუფეველში რო ვერ შევიდა, საწავიდო და ჯოჯოხეთში წავიდოდა. და როგორცო დედამიწაზე
უწინამორბედა და ქადაგებდა ცათასასუფევლის შესახებ, ისევე ჯოჯოხეთშიც გაამზადა სამქადაგებლოდ ეს მისაღებად, ქრისტეს მადლის მისაღებად ადამიანები და ესეთი განმარტება არსებობს ამ მიმართულებით, რომ აი შეიძლება მაინც და მაინც ხო ბუნებრივად ცოდნა არ ქონა ქრისტეს შესახებ და ასე შემდგომ წეღარაზეც ვლაპარაკობდით, ბუნებით რჩულზე რო ვლაპარაკობდით, აი ვინც მიიღო ქრისტე იმ მომენტში და ქრისტე რომ მივიდა დიდებით ჯოჯოხეთში, აი ვინც იყო მზად ქრისტესთან ერთად საყოფელად, ქრისტემ ყოლა წაიყვანა. არავინ არ დაუტოვებია, ვისაც გულწრფელად თავისი ცხოვრების განმავლობაში სიკეთე ან სიყვარული ან კეთილი განზრახვები ჰქონდა. ანუ მარტივია რა აქაც ესეთი პასუხი. ზუსტად ეხა რა იყო და როგორ იყო? კი ბატონო, სანდრო წერს ქრისტემო ლაზარემდე წაღადგინაო სხვა გარდაცვლილებიო? რატომ არის მხოლოდ ლაზარეს აღდგინებაზე აქცენტი? ლაზარეს აღდგინებაზე სადა აქცენტი? ნელი ქრივის აღდგინება, ქრივის ძის აღდგინება არის, იქ ასისთავი არის რაღაცო, ასისთავი არ არის? ასისთავის ასული რო აღადგინა, ხო? ასისთავი ქონა თანამდებობა თუ არ ვცდები, ხო? რომაული თანამდებობა. მისი ასული რო აღადგინა ტალითა კუმი რო უთხრა, შენ გეტყვი ახსნე. ანუ ეს ხო დაფიქსირებულია ჩვეულებრივად წინა წერილში და არ ვიცი რატო ფიქრობს კითხვის დამსმელი რომ მარტო ლაზარეს აღდგინებაზეა საუბარი. ხა ძველ აღთქმაშიცაა ერთი აღდგომაზე საუბარი და პირდაპირ მაგალითებია წინასწარმეტყველის ისტორიაში მაგალითად და რა ვიცი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, თუ შეიძლება გვითხრათ, რა არის პასკა? რას ნიშნავს ეს სიტყვა და საიდან იღებს სათავეს სააღდგომო პასკის ტრადიციაო? ხო, ნუ საკმაოდ საინტერესო საკითხია. პასექის დღესასწაული თუ იცით რაცა შემოკეთილ ადამიანო, აი ზუსტად მაქედან იღებს სათავეს. პასექის დღესასწაული, აი ძალიან მარტივად რო თქვა და ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის დღესასწაული, როცა წინასწარმეტყველებითად ადამიანები ელოდებოდნენ მესიას, ელოდებოდნენ მეშიახს, ანუ მასიახს, ხსნელს, გადამრჩენელს, იმას, ვინც აღუთქვა უფალმა ღმერთმა კაცობრიობას. და შესაბამისად, აი როდესაც ჩვენ პასკას ვაცხობთ და აფუება ხდება იმ პურისა, აი ეს არის სიმბოლო ზუსტად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება და ეს პირობა ადამიანსა და ღმერთს შორის წარმოშობილი უკვე შესრულდა, რადგანაც ქრისტე მართლა მოვიდა, ქრისტე მართლა იცვა ჯვარს და ქრისტე მართლა აღდგა და ამგვარად დაგვაბრუნა კვლავ ყოვლადწმინდა სამების წიაღში და მოგცა საშუალება რომ ჩვენ განვიღმრთოთ. ანუ უკვე აუფუებელი ძველი ებრაული წესით პასექის დღესასწაულს აღნიშნავდნენ აუფუებელი პურით. იმიტომ რომ სანამ ქრისტე არ მოვიდოდა, იქამდე არ ქონდათ უფლება იმისა, რომ აფუებული პურით აღენიშნათ პასექის დღესასწაული. ზუსტად ეგ იქნებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო ქრისტეს მიღებისა და მოსვლისა, რომ იტყოდნენ, რომ ეხლა всё აღარ გვინდა აფუებელი პური, ეხლა უკვე რახანს ქრისტე მოვიდა, უნდა აღნიშნოთ აფუებული პურით. ანუ აუფუებელ პურსა და აფუებულ პურს შორის სიმბოლური განსხვავებაც კი არა, რომ ის რაღაცნაირად ბრტყელია და მაგარია და არ არის აფუებული და აფუებული პური კი უფრო მეტად აი ესე აფუებას, სიცოცხლის წარმოშობას და სიცოცხლის განვითარებას და გაგრძელებას წარმოადგენს სიმბოლურად. იმიტომ რომ აფუებული პურით, ანუ საფუარიანი პურით შეგიძლია სხვა ცომში გადაიტანო და ისიც აფულდება. ანუ რაღაცნაირად გადამდებია სიცოცხლე, აფუების სიცოცხლე ერთი ცომიდან მეორე ცომში. მარტივი არის ხა ეს ყველამ კარგად იცის პურს რო აცხობენ და ნებისმიერ რაღაცას რასაც აფუებენ, ეს ეცხვება. ცომი უნდა გადაიტანოს სხვა ცომში და შესაბამისად, ხა დღეს კი არის საფუარები სინთეზირებული და ლაბორატორიებში მიღებული და გამრავლებული, რომ ეს ჩაყრი პირდაპირ და გაამრავლებ ამგვარად იმ საფურის სოკოს, მაგრამ ძველად ესე ხო არ იყო. ცომი იყო აუცილებლად საჭირო, აფუებული, რომელიც უნდა შეგეტანა ახალ ცომში და მე ის ცომიც უნდა აფუებულიყო. ანუ გარკვეული მადლის გამრავლების და სიცოცხლის გამრავლების და სიცოცხლის გადაცემის სიმბოლო იყო პურის აფუება. და იმას თავისი სხვადასხვა კიდე წესები აქვს, რომ ის ცხელ ქვეყნებში ცხოვრობდნენ და ბუნებრივად ამ პურს ესე არ აცხობდნენ. ბევრი ისტორია აქვს, ეხლა აქ ყველა თეორია რო არ გამიხილოთ. მოკლედ მარტივი ამბავია რა. ვისაც წამს რომ ქრისტე არ მოსულა საერთოდ სამყაროში და არ განკაცებულა და ჯვარს არ ცმულა და არ აღმდგარა, ისინი პასექის დღესასწაულს დღესაც აუფუებელი პურით აღნიშნავენ. და ჩვენ ვისაც წამს რომ ღმერთი განკაცდა, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი ადამიანად მოვიდა, ჩვენთვის ჯვარს ეცვა, კვდრეთით აღდგა
და გაგვიყოთ სათასასუფებლის კარები, ჩვენ უკვე აფუებული ცომით აღნიშნავთ ამ ყველაფერს და შესაბამისად აღდგომა როგორც კულმინაცია ქრისტეს მთელი ამ ქვეყნიური მოღვაწეობისა აღინიშნება დამაგვირგვინებელი აი ამ მადმოსილი სიხარულის სიმბოლოთია მწვება აფუებული პურის პასკა. დანარჩენი რავი ხა მარტივად ესე შეიძლება პასუხის გაცემა. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ზიარების წინა ლოცვებს რომ წავიკითხა, უმჯობესია რომ დამთავრების შემდგომ მობილური აღარ მეჭიროს და რაც წავიკითხე იმის გააზრება შევეცადო? აი, ახაც იგივე პრობლემაა. არც ერთი ლოცვა არ იკითხება. იკითხება ლოცვის ტექსტი. ლოცვა არის მდგომარეობა. და ამ მდგომარეობაში შესვლა მნიშვნელოვანი. ამ დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ ჯანსაღი. ხა უყურეთ ზიარების წინა ტექსტ თუ ისე ვკითხულობთ, რომ საერთოდ ვერც გავიაზრეთ რა წავიკითხეთ ტექსტი. იქ ლოცვა არ შედგება. მე მაგალითად ურჩევ ხოლმე ყველას მით უმეტეს დამწყებ ქრისტიანებს, ნეოფიტებს, ვინც ეხლა გადადგა ქრისტიანული ცხოვრების ნაბიჯები და ეხლა იწყებენ ქრისტიანულ ცხოვრებას, რომ აი ზიარების ლოცვის მთლიანი ტექსტის წაკითხვას გაუაზრებლად და მექანიკურად ჯობს თქვათ რაღაც კონკრეტული დრო დაინიშნოს ადამიანმა, თქვათ 9 საათი ან რაღაცნაირად მოაწესრიგოს ის ამბავი, რომ აი 20 წუთი ან 9 საათი მაინც იყოს მობილიზებული ამ ტექსტის წაკითხვის დროს და გაიაზროს თვითონ ის წაკითხული, თუნდაც 5 ფურცელი გამოუვიდეს. ვიდრე იგივე 9 საათში თავიდან ბოლომდე წაიკითხოს ეს ტექსტი ისე რომ საერთოდ ვერც გაიაზრა რა წაიკითხა და ლოცვა არ შედგა მასში. მე სულ ამას ურჩევ, რომ აქედან აქამდე წაკითხვას კი არ მიაქციოთ ყურადღება, არამედ მიაქციეთ ყურადღება, რასაც კითხულობთ, ის რომ თქვენი სათქმელი გახდეს და თქვენ პიროვნებაში, როგორც პიროვნებაში, რომ ეს ინფორმაცია დამკვიდრდეს რაღაცნაირად და თქვენი სიტყვები რო გახდეს ეს ყველაფერი. ამას უნდა ვცდილობდეთ. მაშინ მიიქცევა ადამიანში ლოცვა. თორე თორმე უბრალოდ მიჭირავს ეს წიგნი და რავი 97 გვერდიდან 217 გვერდამდე ვკითხულობ და თან ჩქარობ, რომ დროზე მოვასწრო ამის წაკითხვა. ეს ლოცვა არ იქნება. მაგას ჯობია კიდე ერთხელ ვამბობ, თუნდაც 10 ფურცელი გამოგივიდეს წაკითხული, 9 საათი თუ 20 წუთი დაუთმე, რავი როგორც გამოგდის წაკითხვა და აზრიანად და გააზრებულად წაიკითხე ის ტექსტი, რომ ლოცვა რაღაცნაირად შედგეს შენში. სხვანაირად რა ვთქვა. კეთილი. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ? დასვით კითხვა ეთერში ხარ. თუ შეიძლება ესეთი შეკითხვა მაქვს. დიახ. ივანე ნათლისმცემელი ამბობს ქრისტეზე, რომ ის დამწყემსავს თავის ცხვრეს. სხვადასხვის ყველა მახარებულები სიძველეს იმეორებენ. გასაგებია, რომ იესო ქრისტე მოვიდა ადამიანთა დასამწყემსად. მე იესო ქრისტე ეს რაღაცას ამბობს, რომ მრავალი მოვლენ აღმოსავლეთიდან დასავლეთიდან და საფუძველი ზენი გაიყრებიან გარეთკნელის ბნელში. და მაინტერესებს გარეთკნელის ბნელში მწყემსავს იესო ქრისტე იმ ადამიანებს და საერთოდ რა ნიშნავს გარეთკნელის ბნელი? მადლობა კითხვისთვის. ხო აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ქრისტე პეტრეს ეუბნება, რომ პეტრე დამწყენ ცხოვარნი ჩემნი. ეს დამწყემსვა პირდაპირ გაგებით რაღაც მწყემსი რო ცხოვარს მწყემსავს ამასთან ხო არ არის რა დაკავშირებული. ეს დამწყემსვა ნიშნავს სწორი მიმართულების მიცემას და გონიერი მგელისაგან დაცვას. ქრისტემ დედამიწის მოღვაწეობის მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მაქსიმალურად გააკეთა ის რომ ჩვენ დაცულნი ყოფილიყავით კაცობრიობა დაცული ყოფილიყო გონიერი მგელის ხაფანგისაგან. და ამას დღევანდელ დღემდე აკეთებს. და შესაბამისად ჩვენი მწყემსია ქრისტე. ოღონდ ჩვენ როგორც გადავწყვეტ, ისე იქნება ყველაფერი. ჩვენ თუ გადავწყვეტ, რომ ქრისტესი როგორც მწყემსის მიმდევარი მორჩილი ცხვრები ვიყოთ, მაშინ კარგად იქნება ყველაფერი. მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანმა გადაწყვიტა, რომ მოდი აეხლა მე ავდგები და სულ არ მინდა ქრისტეს წყემსობა ჯვარი მწერია ხარ, რასაც ვამბობ, ეს რომ ვიღაცა მიფიქროს, მასაც ჯვარი წერია და აი მართლაც ხასავით მოიქცეს და შედარებითად ეგ როგორც არის წმინდა წერილში და გადაუხვიოს მარჯვნივ თუ მარცხნივ და წავიდეს საერთოდ სხვა გზაზე. ქრისტე ეცდება მის გადარჩენას, გაიხსენეთ ერთი დაკარგული ცხვრის იგავ.
დატოვოს შეიძლება 99 იმერთის გადასარჩენად ეს სიმბოლოდ რასაც ნიშნავს გახსოვს ბევრი მიმართულებით განიმარტება. ანუ ღმერთი ეცდება მაინც იმის გადარჩენას. მაგრამ თუ იმ ადამიანმა მაინც უარი თქვა გადარჩენაზე, ქრისტე როგორღა დამწყემსავს მას. ეთქვის რა თავისუფალი ხარ შვილო, რა წადი რაც გინდა ის გიქნა. მარტივია ამბავი. და ეკლესიაშიც ასეა. ჩვენ ვერავის ვერ დავეხმარებით, ვერც პეტრე მოციქული, ვერც სხვა მოციქულები, ვერც დღევანდელი სასულიერო პირები, ვერავის ვერ დავეხმარებით, თუ ადამიანმა ამის საშუალება თვითონ არ მოგცა. და ვერც ღმერთი ვერ დაეხმარება, იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია ღმერთს. არამედ იმიტომ რომ სწორედ თავისუფალინება რომ მისცა უფალმა ადამიანს. აი ეს თავისუფალინება არ უნდა უფალს რომ შეურაცხოს ადამიანში. თორე ეგრე ერთია ესე ბრძანებით და წამის მიასედით ყველა ადამიანს ძალით და ძალდატანებით შეიყვანდა სასუფეველში. პრობლემაა ღმერთისთვის ეგ? არა. მაგრამ ამ დროს ადამიანში ღმერთის ხატება და მსგავსება დაიწყუნება და ადამიანი ვეღარ იქნება თავისუფალი და ვეღარ ღვთის ხატი და ვეღარც მსგავსი. ასე რომ ეს დამწყემსვა პირდაპირ არ გაიგოთ. და გარესკნელი რასაც ნიშნავს ამ შემთხვევაში ნიშნავს ჯოჯოხეთს და უღმერთო მდგომარეობას ადამიანისას. ღმერთი ყველგანაა, მათ შორის ჯოჯოხეთშიც. მაგრამ ადამიანები არ არიან ღმერთთან. აი ვიღაცა რომ მოკიდო ხელი და 60-ში ჩასვა, ვისაც ღმერთთან ყოფნა არ უნდა, ის მაინც არ იქნება ღმერთთან. დედამიწაზე ეგრე არ ხდება ხალხო. ტაძარში, აი ტაძარში, თვალით ხილულ ტაძარში, სადაც ქრისტეს სისხლი და ხორცი, სადაც ზიარება, სადაც სხვადასხვა საიდუმლოებები აღესრულება. არიან დღესაც დედამიწაზე ადამიანები, რომ მოკალი და არ უნდა ეს ტაძარში ყოფნა. არ უნდა ზიარება, არ უნდა წირვა, არ უნდა აღსარება, არ უნდა. რა ვიცი. ასევე იქნება მე. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს ვინც იტყვის, რომ არ მინდა ღმერთთან. თუ არ უნდა, ნუ უნდა. ეს მისი სამწუხარო არჩევანი იქნება და უფალი მის გამოც განკაცდა და მის გამოც ეცვა ჯვარს და აი ესეთი უმადურობა თუ გამოამჟღავნა ადამიანმა, რომ ღმერთის მიერ ამხელა მსხვერპლს, განკაცებას, ჯვარცმას, დაღვრილ სისხლს ასე ადვილად შეურაცხყოფას მიაყენებს. მე გარესკნელში რომ მოხდება, თუ ჯოჯოხეთში რომ მოხდება, თვითონ მოხდება. ღმერთი კი არ მოახვედრებს. ზოგჯერ რო იციან ხოლმე ადამიანები, აი სად მოხდებოდა, ეს სად მოხდებოდა. რავი, სადაც მიდიოდა ადამიანი და სადაც უნდოდა რომ მოხვედრილი იყო და რა ნაბიჯებსაც დგამდა, შესაბამისად იქ მოხდება. ვისაც სასუფეველში უნდა და გავს ნაბიჯებს, სასუფეველში მოხდება. ვისაც არ უნდა, ვერ მოხდება. კი, აი მიცვალებულის აღდგინებაზე რომ მოგწერა სანდრო გწერს რომ დიახო, სწორედ ეს ვიკითხე, ალბათ ვერ გადმოვეცი სწორადო, წერიაო რომ სხვებიც აღადგინაო, კი ბატონო, მაგრამ განსაკუთრებულად ვზეიმობ და დღესასწაულად მხოლოდ ლაზარეს აღდგინებასო რა, აი ამას გულისხმობო. აღდგომამდე ვიზეიმეთო და ხო, ბუნებრივია განსაკუთრებულად იზეიმება, იმიტომ რომ ეპოქალურად და ქრონოლოგიურად ქრისტეს ჯვარცმასთან და მის აღდგომასთან ყველაზე მეტად ახლოს არის და ბზობის დღესასწაული რითი იყო გამოწვეული სწორედ იმით რომ ლაზარე აღადგინა უფალმა და ეს რომ გაიგო ყველა პასექის დღესასწაული იყო სხვათა შორის აი მაგ პერიოდში ზუსტად და პასექის დღესასწაულზე მთელი მსოფლიოდან ებრაელი ერი ჩამოდიოდა ზოგი სხვა ხალხიც ჩამოდიოდნენ რომ უბრალოდ ენახათ რა ხდებოდა პასექის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი იყო იქ თავშეყრილი ლაზარეს აღდგინების ამბავი ელვისებურად გავრცელდა და ყველამ მიიღო იესო ქრისტე როგორც დიდებული წინასწარმეტყველი და როგორც გადამრჩენელი კაცობრიობისა თუ კონკრეტულად ისრაელი ერისა. მოკლედ ასეა თუ ისეა ისტორიულად ეგრე მოხდა რომ თვითონ დედამიწაზე მცხოვრებმა ადამიანებმა განსაკუთრებული პატივით და ყურადღებით აღნიშნეს ლაზარეს აღდგინება. და ეს ისტორიულად რახანს ესე არის დღევანდელ დღესაც ასე ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ ის ქრისტეს აღდგომას უძღვის წინ და აი ამ აღდგომის მისტერიაში და საეკლესიო მსახურებაში ორგანულად სხვანაირად ჭდება. თორე ჩვენ სხვა არ წმინდა წერილში რომ ჩაიხედავთ რა მოვლენებიც არის, საეკლესიო კალენდარშიც რომ ჩაიხედავთ, იგივე მოვლენების საეკლესიო კალენდრის შესატყვისი დღესასწაულებიც არის და იკითხება წმინდა წერილიდან ეს ამონარიდები და იხსენიება ის მკვდართა აღდგომაც, ოღონდ ზეპირად ახლა მართლა არ მახსოვს რომელ დღეს არის და სად არის, მაგრამ არის და აღინიშნება. კი ბატონო. სახარებიდან იკითხება ეგ მონაკვეთები წირვაზე უეჭველი. როცა ადამიანი სულ იწევლება, არც თავის შვილებს ინდობს, ასევე წყევლის გარდაცვლილებს. მაინტერესებს მიცვალებულთა სულებს თუ ავნებს რამეს მისი წყევლაო. წყევლა არის მაწყევლის, ხო გაგვიგია. პირველ რიგში ვინც იწევლება, იმას ავნებს ეს. და ხა მიცვალებულთა სულებს ხა რას ავნებს ეს არ ვიცი.
ჩვენ ამიტომ ვართ ვალდებულნი რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა რაც თქვი. როგორც ცოცხალზე, ისე მიცვალებულზე სულიერი დაცვა და სულიერი მზრუნველობა არის უმნიშვნელოვანესი. აბა რატოა რა ჩვენ მიცვალებულებზე ვლოცუნობთ პანაშვიდის. ლიტურგიას ვაყენებთ მიცვალებულების სახელზე. ვეზიარებით მე ამ ლიტურგიაზე, სიკეთეს ვაკეთებთ, მოწყალებას გავცემთ მიცვალებულთა სახელზე. იმიტომ რომ მათი სულებისთვის ეს იყოს სიკეთე, ეს იყოს ღვაწლი ჩვენი მხრიდან გაღებული და ეს იყოს მადლი, რომელიც მათ შეეწევა. და შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მიცვალებულებს. თუ მით უმეტეს ვიცით, რომ ვიღაცა ადამიანი დგას და იწყევლება. ის წყევლა მისია და მას მოეკითხება. მაგრამ ჩვენი მხრიდან ვალდებულები ვართ მიცვალებულთა სულებზე ვიზრუნოთ უფრო მეტად და უფრო მეტი ყურადღებით თუ ესეთი შემთხვევა არსებობს. კი ბატონო, მაიკო გწერს, მამაო მისაუბრა რომ იუდა იმიტომ მოიქცა ასე რომ იცოდა ქრისტე აღსდგებოდაო, ჯოჯოხეთში ჩავიდოდაო და მის სულსაც იხსნიდაო. არა, ეგეთი რამე არ მეთქოს. არა, სხვა მგლას გულისხმობს. პირველად გავიგე ასეთი განმარტება და რაღაცნაირად ვერ შეუთავსე ადრე გაგონილსო და თქვენ რა სიტყვითო? ხა სხვის ნათქვამზე მე რა უნდა ვთქვა, მე არ მომისმენია ჩემი ყურით ჯერ ერთი რა თქვა იმ კონკრეტულმა სასულიერო პირმა და შეიძლება სხვა რამე თქვა და ახლა სხვა რამეს გვეუბნებიან. ან უბრალოდ არ მაქვს იმდენი ცოდნა, რომ იმ ადამიანს მეტი ცოდნა აქვს და ან წაკითხული აქვს შესაბამისი განმარტება საეკლესიო მოღვაწეთაგან, ან ეგზეგეტიური სწავლება აქვს უფრო ღრმად მიღებული, მე ხო არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა? თუ ესე თქვა, თვითონ იმ სასულიერო პირს დაუკავშირდეს და უფრო სიღრმისეულად განუმარტავს ამ ამბავს. მე მაგალითად ესეთი ვერსია რო გითხრა, რომ პირდაპირ ეს აქტიურად გამიგია თქვა, არ გამიგია, მაგრამ არსებობს ესეთი ვერსიები, ზოგადად ამ ჟანრის ვერსიები, რომ იუდა იძულებული იყო, ან იუდამ წინასწარ იცოდა, რომ ღმერთი მას გადაარჩენ და ამ ჟანრში ვატარებ ამ ნათქვამს. მე პირადად იმას ვფიქრობ, რაც თქვი. მე პირადად, რაც მისწავლია და წამიკითხია და მომისმენია, იმ აზრს უფრო ემხრობიან, რაც გავაჟღერე. თუმცა ეგ აზრიც არსებობს ახლა და თუ იმემ გააჟღერა, ვკითხონ მას და უფრო მეტი ცოდნა ექნება დარწმუნებული ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით და განუმარტავს სად აქვს საკითხული, როგორ აქვს საკითხული და რას ნიშნავს. კი ბატონო, ეკატერინე გწერს, ჩემს ნაცნობს როგორ გავაგებინო, რომ ლოცვის ტექსტში არის სიძლიერე. მეუბნება არაფერი არ არის ლოცვის ტექსტშიო. წიგნები წაიკითხე და იმით იცხოვრე, მიწაზე დაიბადეო. წიგნებს ვკითხულობ, როგორც შემიძლია. ჩემთვის ჩუმად გქონდა ჩართული გალობა. ხო და რატომ უსმენო გალობასო, დეპრესიაში ვარდებიო, ტრაგედია არის ესო. არა და გალობა ლოცვაო, ვცდილობ საერთოდ აღარ ვთქვა არაფერი რელიგიაზეო. მასთანავე. ხო, ნუ ძალიან რთულია თუ ადამიანს სხვანაირი ხედვები აქვს, მასთან კომუნიკაცია ხშირად მართლა რთულია. თქვენ ეცადეთ, რომ თქვენი ცხოვრებით, როგორც ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა შეძლეს თავის ცხოვრებით ქრისტიანება წოდებულიყვნენ და სხვისთვის მიეცათ მაგალითი, ესე იცხოვრეთ. ნუ შეხვალთ კონფლიქტში. ნუ დაუწყებთ ნურაფრის მტკიცებას. უბრალოდ იცხოვრეთ ქრისტიანულად. ილოცეთ, თქვენ ილოცეთ. ლოცვის ტექსტს ძალა აქვს. ოღონდ რობოტივით წაკითხულს ნამდვილად არ აქვს ძალა. მაგია არ არის, რომ რაღაც კონკრეტული სიტყვათა ერთობა უნდა წარმოიდგას და ეს თავის შედეგს იღებდეს. ლოცვით ტექსტთან ერთად აუცილებელია ლოცვითი განწყობა. და ლოცვითი განწყობა ეფუძნება სინანულს. ლოცვითი განწყობა ეფუძნება ღმერთთან ურთიერთობის სურვილს, საკუთარი ცოდობის აღიარებას, ქრისტესთან ევქარისტიულ კავშირს. აი ეს ყველაფერი თქვენში თუ ცოცხალია, მაშინ ლოცვითი ტექსტის წაკითხვას უკვე სხვა ძალა და სხვა ენერგეტიკა ექნება. ასე რომ იცხოვრეთ ქრისტიანულად და სხვას ნურაფრის მტკიცებას ნუ დაუწყებთ ამ მიმართულებით. უბრალოდ უთხარით, რომ თქვენ ესე გწამთ და თავისუფლებაა დღეს მით უმეტეს და ყველა ადამიანს თავისუფალი აზრი აქვს, ამას ხო ვიძახით და ტოლერანტობა ხო უნდა გქონდეს, შემწყნარებლური აზრი და დამოკიდებულება ხო უნდა გქონდეს განსხვავებული აზრის მიმართ. აუხსენით, რომ თუ თქვენ ესე ფიქრობთ განსხვავებულად, მე ასე ვფიქრობ თქვენგან განსხვავებულად. მოდი მეცით პატივი, როგორც მე თქვენ გცემთ პატივს და ეს აიძულებს მას, რომ უფრო მეტი პატივისცემით განიმშვალოს თქვენთან. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობათ. საღამოშიდობის. დამოუკიდებლად მამაო. შვიდობა მოგცეთ. აი ესეთი კითხვა მაქვს მამაო, ხვალ არის მამის გარდაცვალების 52 წლის თავი. ხო და მაინტერესებს ესეთი კითხვა, ხვალ როგორ უნდა აღნიშნო ეს დღე? მადლობთ ზავისთვის.
მოიხსენოს ღმერთმა მამა თქვენი, თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი და დარწმუნებული ვარ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია ხარ თქვენს მორწმუნე ადამიანები ბრძანდებით, მიბრძანდით ტაძარში, ილოცეთ პანაშვიდი. თხოვეთ სასულიერო პირს, რომ ესე მამის გარდაცვალების დღეაო და დაგიდგებათ გვერდში და ილოცეთ ერთად უფლის წინაშე, აღასრულეთ შესაბამისი მსახურება მიცვალებულთა სულის საუხად. გააკეთეთ სიკეთე ხვალ. ეცადეთ მოწყალება გასცეთ, ტაძრის შესაწირი გაიღეთ თქვენი რასაც გაამზადებს სუფრას იქედან, რა ვიცი. გააკეთეთ სიკეთე რაც შეიძლება მეტი. დანარჩენი თქვენი ცით, როგორ ილოცებთ და როგორ აღნიშნავთ მამის გარდაცვალების წლის თავს. და იცოდეთ რომ ის ცოცხალია და ის მოვად როცა თქვენ მას შეხვდებით. და თქვენი სიყვარული და თქვენი მზრუნველობა როგორი არის დღეს ეს აღნიშნულოვანი საკითხი. ზოგჯერ ადამიანები რო გარდაიცვლება ძალიან ცოტა ხანი აქცევენ ხოლმე იმიცვალებულის სახელზე სიკეთის კეთებას თუ ლოცვას ყურადღებას. და მე 52 წელი გავიდა, 52 წლის თავი ამას ამბობდა რა მგონი გავიდა. ნახევარი საუკუნე ფიქრობდე მამაზე და ლოცულობდე მისთვის ეს პატარა ამბავი ნამდვილად არ არის და ღმერთმა გაგაძლიეროთ და მადლი მოგცეთ და შეგაძლებინოთ მამა თქვენის სახელზე ბევრი სიკეთის და ლოცვის და ღვაწლის აღსრულება. უფალმა აწყობოს მამა თქვენ. კეთილი, ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ ძალაუფლება ცოდვების მიტევების. ამ ხრივ როგორაა მართლმადიდებლობაში? მღვდელს შეუძლია ცოდვების მიტევებაო? შეუძლია. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელდასხმით მიმღებნი ყველა იმ კურთხევისა, რა კურთხევაც ქრისტეს მოწაფეებში იქნა თავმოყრილი. ხა, ბევრი ლინკირებაში არ ვარ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ ესე ძლიერი მხარით ჩემი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის აღსარების საიდუმლოების ძალაუფლება, საიდან იღებს სათავეს ადამიანებზე მინიჭებული პირდაპირ სულიწმიდის მადლით, ეს მართლა მახსოვს, იმიტომ რომ ხშირად პრაქტიკაში ვიყენებ ამ მოხს. ივანეს სახარებას თუ აიღებთ და ნახავთ იქ მე-20 თავის 21, 22, 23, 24 მუხლებს თუ წაიკითხავთ, აი იქ არის ეს ყველაფერი კარგად აღწერილი და მე მგონი არ მეშლება ეგ არის და ნახავთ იქ როგორ მიანიჭა უფალმა მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოწაფეებს ძალაუფლება ადამიანების ცოდვების შენდობისა და მათ შორის არ შენდობისა. ზოგჯერ ეს ავიწყდებათ, რომ სასულიერო პირს და ზოგადად ეკლესიის ხელდასხმით შეჭურვილ ადამიანს არამხოლოდ ცოდვათა შენდობის, არამედ ცოდვათა შეკვრის და არ შენდობის ძალაუფლებაც აქვს. პირდაპირ არის წმინდა წერილში ეს ძალაუფლება და ეს კურთხევა გადაცემული მოწაფეებზე. და შემდგომ უკვე საქმე მოციქულთაში აღწერილია, როგორ გამოირჩიეს მოწაფეებმა თავიანთი მოწაფეები, როგორ მოხდა მათზე ხელდადება, ხელდასხმა და როგორ გადაეცათ ის კურთხევები, რომელი კურთხევებიც თავმოყრილი იყო მოციქულებში. და ასე თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენც ახლა მამა გურამიც მეც და ნებისმიერი სხვა სასულიერო პირიც ხელდასხმის მიერ ვართ სასულიერო პირებად შემდგარნი, ესე რომ ვთქვა. თორე ხელდასხმა რო არ მომხდარიყო, რაც არ უნდა ისწავლო, რაც არ უნდა არ ვიცი რა უნდა აკეთო, სასულიერო პირი ვერ გახდები. ანუ ზოგჯერ ესე წარმოუდგენიათ ხოლმე ადამიანებს, რომ სასულიერო პირად გახდომა ეს ნიშნავს იმას, რომ აი მე გადავწყვიტე რომ გავხდე სასულიერო პირი, ესე არ ხდება. მე შეიძლება გადავწყვიტო, ან შეიძლება არ გადავწყვიტო, ეგ საერთოდ სხვა საკითხია. ან მინდოდეს, ან არ მინდოდეს საერთოდ სასულიერო პირობა. მე საერთოდ არ მინდოდა სასულიერო პირობა, ისე გავხდი სასულიერო პირი, ცხოვრებამ და უფლის კურთხევამ და მოძღვრის კურთხევამ წამიყვანა ამ მიმართულებით, თორე საერთოდ სხვა მიმართულებით მინდოდა ჩემი ცხოვრების განვითარება. არ უცნაურია ღმერთის ხელი ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ მე სასულიერო პირი ვერ გავხდებოდი, რომ არ მიმეღო ხელდასხმა. და დღეს მაგალითად თბილისში თუ არ ვწდები 139 თვითმარხვია სასულიერო პირი. თბილისში 139 თვითმარხვია სასულიერო პირი, თუ არ მეშლება აქაც რიცხვი. სიმბოლურია რაღაც 1-9 ისე ჭალაგდა, მაგრამ ბოლო რაც მახსოვს აღწერით გონი აქამდე თბილისში და ზოგადად საქართველოში რაც უსმენია სოციალური ქსელი და იდენტიფიცირება როცა ხდება მათი. და ესე არ არის რომ ვიღაცა ადგეს და თქვას რომ მე ვარ სასულიერო პირი. ხელდასხმა უნდა მოხდეს. და ზუსტად აი ეს ხელდასხმის ძალაა იმ კურთხევების თაობიდან თაობაზე და პიროვნებიდან პიროვნებაზე გადაცემის საშუალება, რომელი კურთხევებიც თავმოყრილი იყო
მოციქულებში. ასე რომ რა კურთხევებიც ჰქონდათ მოციქულებს მიღებული უფლისგან მამაო, იგივე თქვენში, იგივე ჩემში. სანამ ჩვენ უფლის მსახურებაში ვართ და სანამ ჩვენ სასულიერო პირობას ვფრთხილდებით და სანამ ამ უძვირფასეს საგანძურს და საჩუქარს ვაფასებთ და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ღირსეულად დაგვეფასებინოს და ღირსეულად ყოფილიყავით ღვთისმსახურნი და ერისმსახურნი. კეთილი სასულიერო პირს ამას უსურვებ. კეთილი მამაო, გაიხარით. ანუ კი გწერს შვილების ნათლობის ჯვრები ამერია ერთმანეთში, რადგან ყველა ერთნაირი იყო და თუ შეიძლება რომ გადავადნო და ერთ ჯვარად ვაქციო. არ გადაადნოთ, არც ერთ ჯვარად არ აქციოთ. თუ აგერიათ უბრალოდ ახლა მიეცეთ ერთი ერთს, მეორეს, მესამეს თუ რამდენი წავთ და კონდეთ ის, რომელიც შეხვდებათ. კი ბატონო, ცირა გწერს, თუ შეიძლება მითხარით აბორტის შემდეგ დიდი სინანულით მოვინანია ეს უმძიმესი ცოდვა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, სტრესის, თუ შეიძლება ბოროტისგან მოდიოდეს, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს კვლავ მყავდეს შვილი, მაგრამ ღმერთის რისხვის მეშინიაო. ღმერთმა შენდობა მოგცეთ. ხო, ძალიან მძიმე ცოდვაა საკუთარი შვილის მკვლელობა, ძალიან მძიმე ცოდვაა. უდიდესი ცოდვაა, როცა ადამიანი ვიღაცა სხვას კლავს, ძალიან დიდი ცოდვაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ცოდვაა, როდესაც დედა საკუთარ შვილს კლავს. და ღმერთის რისხვის კი არ გეშინოდეთ. უბრალოდ ღმერთს პატიებად ხოვეთ და ეცადეთ, რომ თქვენი ცხოვრება იმგვარად წარმართოთ, რომ თუ კი ოდესმე გაიგებთ, რომ რაღაცა აბორტის გაკეთებას აპირებს, ამ მკვლელობას აპირებს საკუთარი შვილისას და თქვენ გეთქმევინებათ, ახლა ყველას ვერ გაიგიდებით, მაგრამ აი თუ თქვენი ახლობელი იქნა და ისეთი აპიროვნება, ვისთანაც თქვენ სიტყვა გეთქმით, აუცილებლად დაელაპარაკეთ, თქვენი გამოცდილება გაუზიარეთ და ეცადეთ, რომ სწორი რამ დაანახოთ, სწორი მოცემულობა დაანახოთ იმ ადამიანს. პირველი ეს უნდა გააკეთოთ. მეორე, თქვენ გარდაცვლილ შვილს, ანუ იმ შვილს, რომლის მკვლელობის გადაწყვეტილებას თქვენ მიიღეთ სამწუხაროდ, მას პატიება უნდა თხოვოთ აუცილებლად. ეცადეთ, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ყოველდღე თხოვენ პატიებას საკუთარ შვილს, როცა გაანალიზეს რა გააკეთეს, ყოველდღე თხოვენ პატიებას იმ შვილს, რომელიც მათი გადაწყვეტილებით გამომოკვდა, მარტივად რო ვთქვათ. და მესამე, რაც უნდა გააკეთოთ, კარგი იქნება პირიქით, თუ თქვენ შვილს გააჩენთ ახალს, სხვას და გააზრდით მას და აღზრდით კარგ ქართველად და კარგ ქრისტიანად. ეს ერთგვარი კომპენსირება იქნება ალბათ თქვენი ცოდვისა. და ღმერთის რისხვის მგეშინიათ. ღმერთი მამა და მხოლოდ მას ურისხდება, ვინც არ ეპყრობა მას როგორც მამას და არ იქცევა ისე როგორც შვილი. ღმერთს მოეკეცით, როგორც შვილი უნდა ექცეოდეს მამას ისე. თხოვეთ პატიება ამ ცოდვის გამო და თხოვეთ დახმარება, რომ ამ ცოდვის შედეგებიდან გამოხვიდეთ და შვილიერება მოგეცეთ. დანარჩენი გიჩვენებთ უფალი გზას, აღსარებით და ზიარებით ეცადეთ, რომ იცხოვროთ. და მე ყველაფერი უფლის წყალობით კარგად იქნება. დაგლოცოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ. ნინო გწერს ესეთი ფორმით შემიძლია გადავამოწმო მოყვასისადმი ჩემი სიყვარული? მაგალითად, გავწირავდი თუ არა სიცოცხლეს მის გამო და თუ ბევრისთვის გავწირავდი, ხომ არ არის ეს ხიბლის მდგომარეობაო? არასდროს არაფერი არ გადაამოწმოთ, ექსპერიმენტული მიდგომა ამ შემთხვევაში ძალიან ცუდია და შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ძალიან. უბრალოდ გიყვარდეთ. და თუ ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცას მაინც აკეთებთ, ეგეც დადასტურებაა სიყვარულის. დანარჩენი ცხოვრებამ თუ მოიტანა, მერე გამოჩნდება რა სიზავთ და როგორ იზავთ. ჩემს შემთხვევაშიც ესეა. მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო და ექსპერიმენტები ვატარო და ვთქვა, რომ აგერ ჩემო ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მე შემიძლია თავგანწირვა. აი ზუსტად ნამდვილი, არა მოდელირებული, არამედ ნამდვილი მოცემულობა, რომ დადგეს ასეთი, სადაც თავგანწირვა მართებ, შეიძლება იქ ვეღარ გავწირო მე თავი. არ ვიცი ხო, არ ვიცით. წინასწარ მსჯელობა ძალიან რთულია. ერთს კი გირჩევთ, რომ რაღაცების მოდელირებისგან თავი შეიკავოთ. არა იმიტომ, რომ ეს ხიბლია თუ არ არის ხიბლი, არამედ იმიტომ, რომ არ არის ჯანსაღი მდგომარეობა ზოგადად და შეცდომაში შეგიყვანთ აუცილებლად. ხიბლით იქნება ეს თუ სასოწარკვეთილებით, ეს არ ვიცი, მაგრამ უეჭველი შეცდომაში შეგიყვანთ ესეთი საკითხების მოდელირება. არაფერი არ სადოთ მსგავსი. კი ბატონო, თუ არ ვიცით ჩვენი მფარველი წმინდანის სახელი, რომელიც ნათლობისას მოგვენიჭა, ვის უნდა ვთხოვოთ შემწეობა? შეიძლება ჩვენი სახელის დასაწყისის შესაბამისად ავირჩიოთ წმინდანიო? ჯერ ერთი შეიძლება საერთოდ ისეთი სახელი გქვიათ, პატივცემულო, რომ იმ სახელის ცნობილი წმინდანი არც არის, ვინ
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფარველი ან ანგელოზი არ ყავთ, ან რომელიმე მეუხი წმინდანი არ იქნება თქვენთვის მეუხი. ზოგადად თქვენ უნდა ეცადოთ ისე იცხოვროთ, რომ თქვენ გახდეთ წმინდანი. და მეორე ის არის, რომ თუ არის გინდათ მაინც და მაინც უფრო სწორედ რომ თქვენ გააწმინდაოთ ეს სახელი თქვენია, თქვენია სახელი და თქვენ უნდა გააწმინდაოთ ეს სახელი სწორი ბრძანდებით, ამ შემთხვევაში 100%-იანად ეგრეა. მაგრამ მეორე თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება რომელიმე კონკრეტული წმინდანი იყოს მისთვის ძვირფასი და საყვარელი და მეოხი, ეს ამბანის მიხედვით ჯობი არ გააკეთოთ. უბრალოდ ადექით და აი რომელიც წმინდანიც გიყვართ და რომელიც წმინდანის თქვენთვის მისაბაძია და რომლის ცხოვრებას თქვენთვის ავტორიტეტია, აი მას დაუმეგობრდით უფრო მეტად მის იდეოლოგიურ დამოკიდებულებას და მისი განვლილი ცხოვრების მაგალითებს დაეყრდნით უფრო მეტად და უფრო მეტი სიახლოვე მასთან გქონდეთ. აი ესე გააკეთეთ. ახლა ამბანის მიხედვით ან სახელის პირველი ასოების მიხედვით შეიძლება ეგეც რაღაც საინტერესო კიდევ გამოცდილება ვიდრე სხვა ხარ რაც აღწერე. მაგრამ ალბათ ეგეც შეიძლება. უბრალოდ მე იმას გირჩევთ მაინც რაც გითხარით. კეთილი, მამა თომა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ. ძვირფას ტელემაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახლდათ ყაზის უბანში მდებარე წმინდა 9 ყრმაკოლაილის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. გადაცემას უძღვებოდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.